აღარ მშვიდობის. როგორ ახართ ბატონო პაატა? ვიცი, როგორ ახართ? წავედი და რა ამბავი დააწიეთ, რა იყოთ. ყველა ფრონტზე. რა ვქნათ, აი ბატონო პაატა, რას ვიზავთ, აბა. ჩვენთან რო არ წყდება ქაოსი, ხო კარგად იცით, სულ ეგრეა და კარგს როცა ვიხსენებთ ხოლმე ისტორიიდან და ყანწებით დავჯდებით სუფრასთან და წყვებით გმირებზე, ისიც უნდა გვახსოვდეს ხოლმე, რომ ისევ მოღალატები ღუპავდა ყოველთვის ჩვენს ქვეყანას და ისევ ერთმანეთს ღუპავდით ხოლმე, თუნდაც პირადი შურით, მტრობით, ბოღმით და ასე შემდეგ და ეს ჩვენი რეალობაა თამდევია და ამბობდა გვამწყდეს. მე ერთს გეტყვი შენ და თუ სხვაც გაიგებს მაგას ძალიან კარგს იზავს. უყურე მე მაქვს ესეთი პოზიცია, მე არავის წინააღმდეგი არა ვარ. ანუ მე წინააღმდეგი ვარ მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხის, ვინც ესე იგი ტრადიციულ სამყაროზე, ანუ რუსოფობიაზე, ბელარუსოფობიაზე, ჩინუროფობიაზე, ირანის ფობიაზე და აი ესეთი ჭირს და საფრთხეს უქმნის ამ დანარჩენი. მე აი არავის წინააღმდეგი არა ვარ. ვაკეთებ ჩემს საქმეს, როგორც მიმაჩნია სწორედ, თუ როგორც მე მიმაჩნია სწორედ და არავის არ მოუწოდებ ესე გააკეთეთ. მეც ესე გეტყვით ყველას, ყველამ აკეთეთ თქვენი საქმე, თორე ეს ისეთი წუმპია, რომელ მხარითაც არ უნდა იყოს, ეს რაც მეთხანს იქნება, უფრო მეთხა ორივე მხარეს გიწოვთ და გიწოვთ ამ ჭაობში. მაგრამ საერთო საქმე გადადებულია, არავის აღარ ცალია მაგისთვის და ხართ აი ეს აი ამ რაღაცა ბატონო პაატა, არ მაცდიეთო, გახსოვს რამდენჯერ გაგითვალისწინეთ რომ თხოვეთო თეკლა შვილო. არ გიდა რა არ აყვან, შეეში. AI გაკეთება დაიწყეს ბატონო პაატა ფოტოების და ლესბოსელად გამომიყვანეს და რეპუტაციაზე და პირადზე და მორალზე დარტყმა ადამიანზე. აღარ ვიცი ყველანაირი ფსკერი მოიკაცრა. სხვა გზა არ დამიტოვეს, თორე ხო იცით რომ თავს ვიკავებ ამდენი ხანი ახ მას არ ვეტებ. ერთი გავეცი, პასუხი გავჩერდი. კიდევ ერთხელ ჩვენ არავის წინააღმდეგი არა ვართ. უყურე, არც იქით ამ მხარესაც მაგასაც მოუწოდებ და არავის წინააღმდეგი არა ვარ, თუ კი ერთ საერთო საქმეს ვაკეთებთ. ეს ერთი, მეორე. ამით შედეგი იქნება ის, რომ საერთო საქმე დაზიანდება და არც ერთი მხარე ვერაფერს ვერ მიაღწევთ. ის უბრალო აბივატელი, რომელსაც რაღაცა იმედი თვალით იყურებდა ერთ მხარეს, მეორე მხარეს, მესამე არა აქვს ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა, ხელს ჩაიქნებს, იმიტომ რომ მანდაც ვერ ნახავს გამოხსავალს. რომელია მართალი, ეს ნაკლებად აინტერესებს, როცა აქ უკვე დგას, როცა თქვენ პრეტენზია გაქვთ ქვეყნის რაღაცა თემაზე, გამოსავალზე, როცა ხალხს მოუწოდეთ. ამიტომ მე ესე მივყურებ. თორე ხა თუ ეგრე წავიდა, რა ვიცი, ყოველთვის მიწერე ხან მესენჯერში, რომ შენი შვილები ცინკით კუბოთი კიდე არ ჩამოგიყვანეს. ლებს აღარ წერენ 4 წელია კაცო, ბაბა მე რა გაუნდა თქო მაშინ. ამიტომ ყველა მით უმეტეს რომ ორივე მხარე აკეთებთ კარგად თქვენ საქმეს. ორივე მხარე ბრწყინვალეთ აკეთებთ, მაგრამ აი ხო ხედავ, მაგრამ სლაბინა მიეცით ერთ მხარევაც და მეორე მხარემაც რა. ნუ ესე მინდა მე შევაფასო. გულსატკენი არაფერი ახლა ამით დედაენა არც ენას დაკარგავს ქვეყანა. მაგრამ გაფუჭდება საქმე. ის საქმე გაფუჭდება ქართული საქმე. მე როცა გაფუჭდება თეკლა არავის არ აინტერესებს. თეკლა იყო მართალი თუ ჟუჟუნა აფხან ჩამოფხანაშვილი. აი ნაკლებად აინტერესებს მე. მაგი იკითხეთ მე კაცო. ვის რაში აინტერესებს მე მაგი. აკეთებ შენ საქმეს, გააკეთე კაცო. სო აკეთებენ ის თავის საქმეს, ბიჭო, იქ კაი, სო მორჩა, იმან თავის საქმე აკეთებს ის, აი ესე ჯობია, მე ესე გირჩევ და თუ არა და რავი თქვენი ნება, როგორ თქვენ გაგიხარდებათ, ისე გააკეთეთ. ბაშათი, ეხლა ყველაზე საინტერესო ის არის, ამდენი ხანი არ იყავით საქართველოში. ჩამოხვედით რუსეთიდან.
ვიცი რომ იყავით ტერაქტის ტერიტორიაზე, ვიცი რომ როგორც ჟურნალისტი ისე გადაადგილდებოდით იქ ტერიტორიებს და გადაღებას აწარმოებდით და ტელევიზიისთვის არ გაცადეს ექსკლუზივი ისე გამოგიქვეყნეს. ქვეყნეს ბიჭო ბიჭო გაგიჟდა პროდიუსერი. აუ ეს რა ქენიო, მე ვუთხარი რა ვიცოდი, კაცო თუ გამოაკვეყნეთ ზუსტმა კაცმა მხოლოდ რომ მეთქი Короче, როგორც არის. მოკლედ ეს არის ლუგანსკის ოლქი, ქალაქის ტარა. აი დეტალებში ჩაშალეთ რა მოხდა იქ საერთოდ, სადაც ტერაქტი მოხდა, იმ ტერიტორიაზე იყავით მისული. ვიცი რომ სამძიმარიც გამოუცხადეთ, ის რაც ჩვენ სახელმწიფოს ოფიციალურად არ გაუკეთებია და აი იმ თემაზე ისაუბრეთ, გახსნათ თემა რა მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ტერაქტი იყო. პრინციპში ყველაფერი იცის უკვე, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, რომ ის იყო ქალთა კოლეჯი, მანდ უმეტესობა სწავლობდა სამხედროების შვილები, ეს ერთი, მეორე და როგორც ირანში ამოწყვიტეს ბავშვები, გოგონები, ისე ანალოგიური ერთ-ერთში ტერაქტის შედეგად დახოცეს 21 გოგო 14-დან ყველაზე დიდი ასაკი ჰქონდა 18 წელი, მაგრამ საქმე რაშია, იცით რომ უკრაინას მაგის რესურსი არ აქვს ეხლა, არ აქვს ის სადაც ისინი რომ ამდენი გააკეთოს, რომ ბრიტანელები და ეხლა როგორც იქნება თურმე ამერიკელების დაზვერვას მიუწია ეს მონაცემები და მე ყველაზე თავარი რაც არის რომ დაიმბობა ქალაქი გამოვარდა, რომ ნანგრევებიდან ბავშვები გამოეყვანათ და რომ დაინახა ამ სპუტნიკმა სადაზვერვომ სპუტნიკმა რომ იქ ხალხი შეიკრიბა მოქალაქეებზე მაგ ლაპარაკი ქალებზე სამშობლო ჯგუფებზე კიდევ გამოუშვეს რაკეტა. ესე მოხდა სამჯერ ხანგრძლივობით. ეხლა უყურე რა, მე დიდი მადლობა საპატრიარქოს გამატანა ხატი, მივიტანე როგორც წესი და ეკლესიის სახელით, ქართველი სახელით კურთხევა მქონდა და სამძიმარი გამოუცხადე. ეხლა მოდი ეს ავიღოთ მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს პოლიტიკურად, უყურა გეტყვი რატო. ანალოგიური რომ მოხდა ირანში, ჩვენმა ხელისუფლებამ აბსოლუტურად სწორედ სამძიმარი გამოუცხადა, იქ მივიდა სამძიმრის წიგნში, გააკეთა ჩანაწერი. მაგრამ რუსების ბავშვები რო დაიხოცნენ, ანალოგიური იგივე მოხდა. იქაც გოგონები, აქაც გოგონები. იქ არაფერი, ესე იგი, მსგავსი არ გაუკეთებიათ, ანუ როგორც ვამოვიდი, ეს რუსოფობიული სახელმწიფო, ესე იგი, ირანელი ბავშვები არიან, მე მგონი ხა კარგად გამიგებს ირანის ელჩთან, პირადად ვახლობლობ და ალბათ ჩემი პოზიცია იცის და სწორად გამიგებენ, რომ ხელზე არ დაიხვიონ. ესე იგი ირანელი ბავშვები არიან, მაგრამ რუსი ბავშვები და ბელარუსი ბავშვები არ არიან. იქ შეიძლება ხოცვა, კაცო. აი ესე შეხედეს ამას ყველაფერს იქ. რავი, არავის არ ვაშინებ. როგორ გამარჯვებასაც ვეუბნებით, ისეთი სალამსაც გვეტყვიან იქიდან. მე ესე მგონია. მაგის მერე გადავედით, აქ მე რატომ მე წავედი აი ეგ რო ლაპარაკობდნენ კონსტანტინო კარაიღესო. ანუ ფრონტის ხაზთან ახლოს 5 კილომეტრში ვიყავი. პრინციპში კონსტანტინოკაში უკვე პრაქტიკულად როგორ არის იცი? რაღაც დაუშვათ ტერიტორიას რო აიღებენ, ის სანამ არ განინაღმება, ხო? არ ამბობენ, რომ აღებულია. რომ ის უნდა განინაღმოს და მოკლედ მე ჟურნალისტები ანუ სანამ ოფიციალურად არ გაიფორმებენ, როგორც სამხედრო ფორმატშიო თავიანთია უკვე, ხო? კონსტანტინოკაში მეც ვიყავი და ეხლა როგორ აქვს მომელანდა, მირაჟი იყო იქა 16 კილომეტრს მიუახლოვდი კრასნალიმანს, აბა როგორ მეუბნებით რომ არ იყო აღებული. ეს დებილები აქ რო წერენ კაცო რაღაც სიგიჟეებს. აი სიგიჟე არაო კაცო, არა უღიათ, როგორ არა უღიათ იქ ვიყავი. просто იქ ვიყავი და მორჩა კაცო, მე არ ფრონტის ხაზი არ მივსულვარ, რომ ეს კამბანატის კანონი არ დავარღვიო. და არაფერი მსგავსი კაცო, რაც ლისეისაც ვიყავი ჩასული, ის გავარ წამოვედი აქეთ.
უფრო ახლა კიდე გუშინად შეუთვალე ნოდარ მელაძეს, აგერ აგვისტოს ბოლოს წითე კრასნა ლიმანში ვიქნები ნოდარ, არ იწვალო და არც დაგავიწდეს კალაძეს მიუვარდი და იქ რო იცი ხოლმე, ხო იცი? ვაიმე როგორ გადავა ხოლმე. რომ მიუვარდებია ხოლმე კალაძეს და ბატონო კახი, თქვენი ნათესავი იგდებოდა, აი მე მგონი კალაძე ფიქრობს, ჩემი ცოდვა დაგედოა ბულაძეში. თან ეგ არ მესმის ცოტა იცით ნათესავი კი არა მშობელს შვილის აღარ მოეკითხება დღეს ეხა და მე პოლიტიკურად კარგად იცით რა განწყობითაც ვარ ქართულ ოცნებასთან ხო? კონცეფტს რასაც ეძახიან. არა, კონცეფტს ნახოთ განმთავი. კონცეფტს. ხო, და სანამ ნახეთ ბატონო ფატა, სანამ მაგ ყველაფერზე, ასეც ეხა ჩვენ ერთად ძალიან მშვიდადაც მანაც საუბრობთ ხოლმე. სანამ იყო მომენტი რომ თქვენ არ საუბრობდით ამ ფორმით, რა ფორმითაც ბოლო 2-3 წელია საუბრობთ, მაშინ მე და თქვენ სულ ჩხუბობთ. რავი, მაყურებელს უნდა ახსოვდეს წესით. და დევს კიდევაც ინტერნეტში მაგ ყველაფერზე ინფორმაცია და რაზე გეჩხუბოთ თქვენი ნათესავი, რატომ არის თქვათ ამა და ამ გუნდის წევრით, ხო? აი, რაზე უნდა გეჩხუბოთ ვერ ვიგებ. ერთ და იგივე აზრზე ვართ, ერთ და იგივე პოზიციაზე ვართ. მაგის გამო შემრეცხეს რეალურად მოღალატეთ თქვენ რომ ჩემთან ზიხართ და საუბრობთ ხო? კიდე ერთ შემოვიდ მე. აი, მაგაზე მეცინება, რაზე გეჩხუბოთ ადამიანო, როცა ერთ აზრზე ვართ. ჩემაზე რატომ ხართ ხო უარ დაგიწყებ ჩხუბს? Tesla მოდი ის გადავიდეთ ახლა უყურე ჩვენ მე მაინც ვიცი ხალხს აინტერესებს აი ეს არაბიზაცია ისევ რაღაცა აი ეს თემა აინტერესებთ ახლა ყველასთან ხალხს ბუნებრივი აინტერესებთ მაგრამ სანამ ამას შევეხებით ხო გამოაქვეყნა ხელისუფლებამ რომ საქართველოს მოსახლეობამ იბარტყა მეტალის ფონზე იბარხა ბატონო პაატა. ჩემტა 3.900.000 ჩემტა ხო თქვა კაცო. ორი დღე ვერ გაძნო მაგ ტყუილმა. თვითონ მაგათმა გამოაქვეყნეს მერე. იგივე იმედმა გამოაქვეყნა რომ იბარტყა შემოსულების ხარჯზე. ქართველების გაბრავლების ხარჯზე კი არა. შემოსულების ხარჯზე იმართა. გაგვახარეს კაცო, გაგვახარეს, გავბრალდითო, გაიგეშე. ბატონო პატა, რაღაც რაოდენობა ხომ მაინც მოტყუდა და ის ორი დღე რაღაც რაოდენობა გაახარეს ალბათ. არა, ვერ მოტყუდათ ეგრა. ვერ ვიტყვი რომ აი რომ ვიღაცამ აიტაცა ეს, დაჟე მაგათ მომხრებმაც არ აიტაცეს და რომ მიხვდი რომ ნუ ახლა სიგიჟე თქვეს რა, აი დააბრეხეს სიგიჟე რა. ხო და ნუ ვერ გამოუვიდა ხო ამიტომ მე თვითონაც თქვენ რომ შემოსულების ხარჯზეო ანუ ტრაგედია გრძელდება აი გრძელდება მე უყურე ახლა აქ არის ერთი მომენტიც კაცო რითი გადავფაროთ ახლა ჩვენ ეს აი ხელისუფლებაა აი რითი გადავფარო ბიჭო არაფერი არ გამომდის რა ადრე გამომდიოდა, იმიტომ რომ ადრე ჩემთვის არ ეცალათ კაცო და აი ესე მანიპულირებდი რა. ერთს ვონებოდი ვარ, შენი ვარ, ამას ვონებოდი კაცო ვატყუებ. მე იმაზე გაანებე თავი კაცო, შენაგაშენებინებ კაცო პორტა, პროსტო იმა რომ აი ესე რაღაც ვირეშმაკობით გავდიოდით, რაღაცას მაიმუნობდით, რაღაცა სიგიჟებს ვაკეთებდით. მაგრამ დამთავრდა ეგაც. რატო იცი იმათ ეგონათ, რომ იქ დებილები ზიან. არ ესმით კაცო, იქ დებილები ზიან და ეთყუდებიან, გაიგეშე. ნუ მოველით ახლა აქამდე ეკონომიკა აღარ გამოგდის. ნუ აღარ გამოგდის ის რასაც ესენი ამობენ ახლა ნუ რა ვიხო. აბა სიგიჟე რა, მოგრეთ. ეკონომიკა აღარ გამოგდის. ჯარიმებს უწევთ, რაღაცებს ვაკეთებთ, იმის ბიჭო ამ ჯარიმებმაც ვეღარ გაკაჩეს. ბიჭო ხალხს ფული თუ არა გაჯარიმე და იყავი, კაცო. ბიჭო 11,000 რო გამოუწევ. ერთი ქალი დადის რა იქ. აი თოფურია გვარად. კალიას კაკ რაღაც ხო მარწებს რაღაცებს დადებს. საწყალი მიდის და ყველაზე დიდი მაგისი დღის მოგება არის ერთხელ მოიგო 50 ლარი მოგება ნახა.
აგეს და 11000 ჯარიმა დაუწერეს. ბიო 11000 როგორ ამას ხო არ გააკეთებდა კაცო. ამიტომ უკვე რეპრესიებზეც გადავიდნენ იქ ძალადო ვეღარ აჭეს, იმიტომ რომ ამ პრობლემას ესე არ წყდება ეს პრობლემა ხარ როგორც საზოგადოების გაჩუმებას ვეღარ ახერხებენ ვერც ჯარიმით ვერც რეპრესიით. ისეთ აი რაღაცა ის ჯერ ესეთი დარეულები არიან პარტიაში კაცო. გენერალ-მაიორი მისცა და მე გადააყენა და Facebook-ის გენერალი გახადა კაცო. ხო ესე იგი აკონტა ესე იგი გენერალ-მაიორი გახადა Facebook-ის. გაიგეშე, ახლა ხო რაც არ უნდა ვილაპარაკო იმათმა მალონმა დებილები ხო არ ზივა, ხო ყველამ ვიცი. მე ამბობ ჩვენ ქვეყანაში წოდებებსაც, სტატუსებსაც, ყველაფერს სახე დაუკარგეს. ერთმანეთში მე შენ გადაცემაში ერთმანეთში დარეულები არიან. ეხლა უყურე გამხელა პაზორია ხო? გენერალ-მაიორს აძლევ ტიპს. ერთი დღე ვერ გასულ გენერალ-მაიორობიცა ეგრევე გადადგა, ნუ გადააყენეს, გადადგა, თავიხნებით და ჩააბარეს Facebook-ის კონტროლი. აი თელი მისი ფუნქცია რაც იღვაცა 14 წელი მაგ ტიპმა არის Facebook-ს დაასდებს, ეხლა ვინ რას დაწეს. აი თელი მისია არის ეხლა მაგ. აი ეს არის მისი პოლიტიკური მიღწევა, კაცო. მე რატომ მივიდოდი? აი ასე რომ მივიდოდი, მინდა ჩავიდე იმ აი ეს არაბიზაციის თემაზე მინდა. აქედან ვიწყებ, კაცო. სწორედ რომ გაიგოს ხალხმა, კაცო, სადავართ. კვერცხებით გავაიაფეთ, თურმე არ გაიაფებულა. მე თურსაც ვაიაფებდით, ისაც არ გაიაფებულა. მე უნივერსიტეტებით რაღაცები სიგიჟები ვაკეთეთ, იმანაც არ გაკაჭა. აი რაღაცა სიდებილეებში არის. ბოლო ნახევარ წელში რამდენი სიგიჟე და ახალი ვაი ინიციატივა მოვისმინეთ? უყურე, არც ერთმა ვერ გაკაჭა, даже დროის მონაკვეთშიც ვერ გაუკაჭა. რაღაცა დებატები გავხსენიო. ხო რაღაცა დებატები გახსნეს და ვითომ ცოტა დროს მოვიგებო რაღაცა ეგონა ეს პატარა ერი რაღაცა დავაინტერესებ, ნუ დაინახა რომ ორი ექშტეინური ორგანიზაცია ერთმანეთზე გადაკიდებული ისა რა ქვია დაძიდნენ და ტელევიზორში ჩაუბენ რა ერთმანეთში და დანარჩენი საქართველო უკვე აღარ საინტერესებს გეუბნება ახლა მე და შენ ახლა როგორ შევადარებ ჩვენ აი ახლა რომ ამაზე მეტი იქ არ უყურებს კაცო. ამანაც ვერ გაკაჭა. ეს პრობლემა კიდე მოდის, იქ არაბიზაციის თემა და აი წამოვიდა ეგ თემა, კაცო. რითი გადავიხლა, მოდი ესე თქვა. ეს არაბიზაცია რო წამოიწყეს მშენებლობა, ჯერ უნდა გაჩეხოს დღე. ამის ადეკვატური რა უნდა იყოს? აბა თუ იცი. საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ანაკლი სპორტს თვითონ ააშენებს. ბიჭო, ქართველი კაცის ხუში როგორ ისმის ეს რომ იმხელა ძლიერი სახელმწიფოა რომ მე უკვე პორტს ვაშენებ. გაიგეშენ? აი და მაგრამ უკვე ნახე რა იქვე დააყოლა. მე მანქანას კი გავაკეთებო. მაგრამ რულზე სხვაები იჯდებიან და ის როგორ ატარებს იმ მანქანასო? ეგ უკვე ახლა ვინც მოიგებს ტენდერშიო იმან გავაკეთოსო. ანუ ჩინელები გადაყარეს. პირდაპირ გაგებთ, ჩინელები გამოვადნენ. მე რამდენი მეზობელი და სტრატეგიული მეგობარი გადააგდეს უკვე ამ ბოლო პერიოდში ბოდიში ამ ტერმინისთვის. ხო გადააგდეს ჩინელები, გამოვარდეს ჩინეთის ელჩი, კაცო. ბიჭო, ვერ გავუგო ამ ჩინეთის ელჩმა, კაცო, ჩინეთი არის საერთოდ ბრძენი ხალხი, იქ აი, სულ ფილოსოფოსები და ესეთი ხალხი გამოდის, კაცო. ამ ქართველ ხელისუფლებას ვერ გავუგო, კაცო. ბიჭო, რა გინდა თუ ბოლო ჩინურად უთხრა, ქართულად უთხრა, რა ენაზე აგიხსნა თუ კიდევ, კაცო. მოკლედ გადააგდეს. ისაო და ახლა მაგაზიც დათანხმდა და იმედიაო საქართველოს ხელისუფლება ამას მაინც აღარ გადათხოვსო, კაცო. რომ ტენდერის იმას უკვე აღარ ჯერათ, კაცო. ამ დროს დგას ვანიათ ოჩამჩირეში, ხალხს გასაკურანტო. ასე დგას ვანიათ ოჩამჩირეში. გაიგეშე? თავისი ულტრა თანამედროვე ბასტიონები უდგას იქ. გაიგეშე? ესენი რა ტენდერს ატარებენ აქა? ვინ ჰოლანდიას უნდა გადასცეს შავი ზღვის კონტროლი? დებილები ხო არ არიან, კაცო.
ან რას ხატყო ეს არის რისი გადაფარო ეცი ყველაზე საშინელი რამის გადაფარო ის კეთება თქლა არ დაიჯერე ტყუილია ეგ ანაკლის სპორტი არის დიდი აფიორა კაცო ვერ მოასწრებე დროის ხანგრძლივობაში ეცინი ვერ მოასწრებე კაცო ვერც მაგის აშენება და ვერც რაღაცა სიგიჟე შეიძლება მშენებლობა მიდის მაგრამ მაგას ვინ ააშენებს მალე ნახავთ კაცო ვინც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ისაც ააშენებს თუ ასაშენებელია საერთოდ ეს ეხება ყველგან მაგრამ გაადები კიდე მაგასთან ახლა ეს არაბიზაცია წამოეწიათ ბიჭო ეს ახლა უყურე ამებმა ვერ უშველა რა უნდა ხნა და აი უნდა გავჭიხოთ ტყე ოპა ხანისმულია უკვე და დაწყებული ანუ სამუშაოების დაწყება მიმდინარეობს უკვე რომ ნენიად მონიშნეს ტყეპარკი მთლიანად ნახე ეს კადრები მაგრამ ერთი არის რომ ხელისუფლება ესეთ რაღაცას აკეთებს ну არის ჩვეულებრივი ეპშტეინური ანუ როცა ვამბობ ეპშტეინურს კიდე ერთხელ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე მაგათ ან სექსუალურ ან იმ სამყაროს წევრები არიან ისინი არ არიან ქართული ცივილიზაციის რამდენჯერ გავიმეორო მათი საყვარელი საქართველო არის წარმოუდგენიათ ეპშტეინური იდეოლოგიით წამოსული იმით და ჩვენი ქართველებში ხედავენ დიდ საშიშროებას, აი ეროვნულ საშიშროებას რო ეძახიან. აი ხო თვითონ ვეც დამალეთ და თქვენს რომ რაღაცა ეგ ეროვნულიო, პატარაო, საშიში სიტყვა არისო, ხო გახსოვთ? ეს მის მეხსიერებაში ესია, კაცო. მის რატო იცი ის მას ისეთი საქართველო უყვარს როგორც ეპშტეინური იდეოლოგია და ეს მას გონია რომ ეს არის ცივილური სამყარო რამდენი მეტი უცხო ტომელი შემოვა აქა მას გონია აი და მაგალითს მოგიყვანს კაცო თუ რაღაცა კარგით ხალხო რა მთელი გერმანია არის რა ცუდად არის აი ესპანეთში ნახეთ ევროპა მაგალითებს მოგიყვანს კაცო ამიტომ როცა ახლა ეს არის ერთი ხელისუფლების ისა ახლა აქეთ გამოიხედეთ ქართულებს ვეკითხები თქვენ როგორ ახართ ბიჭებო გითხრა გუშინ გადაცემაში თუ თქვი აი ხა თუნდა გავიმეორო შეიძლება ვიღაცას ძალიან ახლა ეთკინოს რასაც ვამბობ რა 14-15 წელი აღარ მახსოვს სამა ერაყელმა ჩამოსულმა პადვალში შეიყვანეს ბავშვი და გაუკეთეს რაღაცა ეგ ერთი უბედურება კაცო რაც არის ეგ არ მაინტერესებს სხვა რამეს გეკითხებით კაცო არა როგორ არ მაინტერესებს მერთო რა მაგრამ მე უფრო ტრაგედიის დონე აქეთ უფრო მაინტერესებს რა ასე დგას ჟურნალისტი და მიდის მოსახლეობასთან მეზობლებს ინტერვიუ უნდა აიღოს აბა რა ხდება კაცო ხო იციან ხოლმე ესე რა რეაქციამ გამაოგნა ესე იგიო ესე იგი წლებიაო შეწუხებულები ვართო ღამეო მღერიანო ცეკვავენო ამათი თავის სიმღერით აი შევწუხდით ხალხო ძილი არა გვაქო მოსვენება არა გვაქო კაცო и всё ეგ არის თელი რეაქცია რომ მოსვენება არა გააქვთ აი მაგ მეზობლებმა გააუპატიურეს ის ბავში კაცო ის ერაყელები არის ტექნიკური მხარე კაცო აი ჯორჯიან ტაიმში რო აპრაებენ იმათმა გააუპატიურეს კაცო ეგ ბავში და ეგ ბავში გახმაურდა რამდენი ეგეთია twin დათვლის რამდენი გოგოა არასრულწლოვანი გაუპატიურებული ვინ დათვალა რო არ ახმოვანებენ
რაც ვიცით ეგ და რაც არ ვიცით თქვენი თვის არის ხო რაც მალე გახმაურდა კაცო ეს შემთხვევით იმას კი არ გაუხმაურებია შემთხვევით გახმაურდა კაცო თორე ესაც საჩქმე ჩავალული იქნებოდა მაგრამ ხალხი აქ აი უყურე შედარება მინდა უთხრა ხალხს რა უყურე რა ხელისუფლებაზე რო არ დამოვლო, იმიტომ დავიწყე ხელისუფლების კრიტიკით, მაგრამ აქეთ ჩვენთან რა ხდება, ჩვენთან ისაა საინტერესო. უყურეთ ეგლა, კიდე ეგაც უნდა გავიმეორო. იქნებ აქ რო ჩამოდიან ეგენი, იქნებ მაგათ აზრში და ჩვენი ცხოვრების წესი, როგორც ცხოვრობთ იქნებ ჩვენი ცხოვრების წესი მათ უბიძგებს მაგეთკენ რომ ეკლესიას მიაშარდონ სმერთო მოპატიე იქ ავიდნენ ცხეთაში და შარჟი გააკეთონ ვითომ ქალის იქნებ ჩვენი ცხოვრების წესი მაგით უბიძგებს რომ გააკეთეთ ბიჭებო მაგი არაფერი პრობლემა არ გექნებათ კაცო იქნებ ეს არის პრობლემა დავიჯერო ეგრე შეულიათ გაბედონ აზერბაიჯანში გროზნოში გაბედავენ მაგას მაშინ გეკითხებით ვინ გააუპატიურა ის ბავში იმ ერაყელებმა ის ერაყელი არის ტექნიკური მხარე კიდე გეუნებით აქ უსვათ საზოგადოების მდგომარეობას გუშინ გადაცემაში რომ კი შეიძლება გამიგო რა კარგად ქართულ მენტალობაში აი ეს ლიბერასტია რაც არის აი პირდაპირ რო იტყვია ზედ გამოწერილია ქართველი კაცისთვის რა აი როგორ დააჯდა იცი აი სა ეგ არის გახსოვს ის კადრებიც რო გავიდა აი მანქანას რო ვიღაც არაბებმა თუ ვიღაცებმა ქართველი კაცი რო წაიგდეს წიხლის ქვეშ და ეს რო გამოვარდა ხოდა საქართველოა ბიჭო თითქოს დედიშენის ტრაკმა არიციან ეხლა ისინი სად არიან ჩამოსულები რა აკე გარგაგიო რა არ გაგიო ქცემეს უკვე კაცო უკვე ქცემეს რა არ გაგიო მარტო კი არ არის მაგაცები გვერდზე უდგას და ის მაგაცები ამას აწყნარებენ კაცო და ეს დგას სადახართ ქართველებო გაიგეშე საძებნი გახდა საქართველოში ქართველი გაიგე ანუ მაგყვირილი თავისი შიში შინაგანი შიში გადაფარა კაცო ეგ აღარ არის ქართული ბიჭო ეს ის ქართული როცა გეუბნებით რომ მე არა ვარ თქვენი სამყაროს წევრი თქვენ წინ მე რუსეთის მაგას ვეუბნები კაცო და აქაც მე რო იქეთი აი შავი ყვავი დავფრინავ რა ისე ჩაჩხერილი ვარ რა კაცო ხანახან მეუღლე მანქანით რომ მიწერს ხოლმე ფეხით ადმე გავლა ხო ყურებში ნაუშნიკებს ვიკეთებ რომ ამათი ხმა არ გავიგო კაცო აი ეს არ მინდა ეს ამათი სიგიჟები რაზე ფიქრობენ რაზე ლაპარაკობენ ხმის გაგო აი ჩართული მაქვს რაღაცა და აი ესე დავდივარ რა ბიჭო როგორ შეიძლება აგერ ჩემ მეზობელზე გეუბნები აგერ ჩემ მეზობელთან ხო მოგიხევი წინა იმაზე სამ წავიდოდი რო გითხარ აგერ ქართველი ქალი ვერ გაიყვეს მეთქი აქ ხო აგერ ხო და მეზობლები რო გამოდგნენ მეზობლები ჯო რა უბედურება დაგვაძინეთო კაცო შევწუხდითო არ დღეიცით და არ დღამეიცითო ბიჭო ეს თავში აზრად არ მოვიდო რომ იმ ქართველ ქალს უშველო თვითონ მაგ გოგოს საშველი რა ჭირდა კაცო თუ არ უნდა რას დაეთრეოდა იმ არაბებთან ანუ ის იმ არაბმა იცის იმ პაკისტანელმა იქნება თუ ერაყელი თუ ვიღაც იმან იცის რომ ამ ქვეყანაში ეგრო გააკეთოს მოსულა არავინ იმას შეუძლია даже მიაშარდოს კაცო ეკლესიას პრობლემა არა აქვს რატო იცი თვითონ ქართველები აშარდავენ კაცო არ არის ეგრე განახოდი ქაშვეთის ეკლესიასთან რები აკეთეს ქართველებმა ამიტომ როცა ამას ხედავენ ხო გეუბნებოდით ამას ჩვენი მეზობლები ჩამოსული ხალხი რო ხედავს ბიჭო ეს თვითონ აკეთებენ და დიდი ამბავი ჩვენც გავაკეთოთ ანუ ჩვენი ცხოვრების წესი ეუნება რომ თქვენ შეგიძლიათ ესე გააკეთოთ თეკა როგორ წარმოგიდგენია რომელიმე ევროპის წარმომადგენელი ჩავიდეს აი ჯაღმაიძემ რომ მოყვა რა
აი ჩავიდა გროზნოში და ეუბნება რომ მოგვეხმარეთ პატარა ერთსქესიანთა ქორწინება. აი როგორ წარმოგიდგენიათ ესა? აქ რატო ბედავენ? რატო იცი? ისინი ჩვენში ხედავენ თავისიანს, კაცო. ისინი უყურებენ, ბიჭო, ეს ჩვენები არიან, კაცო, ამათში ეს დევს და მიტომ მას შეეული აქ მოვიდეს და გითხრას. როგორ არ ადებს, კაცო? დევს. ამ ამბამდე რადგან მივედით, მინდა ლისის საკითხსაც შეეხოთ რა. მაგასაც შევეხები, კაცო. მაგამდე მივდივარ, კაცო. თქვენ არაბიზაცია აგიწყდათ ჯერ, კაცო. ჯერ არაბიზაციამდე ჯერ იმდენი გასაკეთებელი თუ რა მაცადე მივიდე მაგამდე ეთქობა გულმა გიგრძნო რა. ამიტომ ისინიც ის სოდომიტებიც რომ თავისიანებად გთვლიან, იმიტომ რომ ხედავენ შინაგანად გრძნობენ რომ ამათი მენტალობა და გენეტიკა შიდევს ესა კაცო. აი ეს ჩათლახობა დევს კაცო. იმ დავით აღმაშენებელმა იმ დავით აღმაშენებელმა ბიჭო ყილჩაღები ჩამოიყვანა თქვენ არ გენდოთ კაცო. რო არ გაქცეულიყო ქართველი ბრძოლის ველიდან გზა გადაუხერგა კაცო იმ თქვენ აღარ გინდათ ის აი ახლა მოკლედ მაგას აღარ მინდა კიდე გავართულო. ამიტომ უყურე აი წარმოგიდგენია შარ მიშელი ჩავიდეს აზერბაიჯანში და ალიევს ესე დაეყენებინა თავის მთავრობა. აქეთ ოპოზიცია, აქეთ მთავრობა და ვიღაცა გადამქილს აი როგორ წარმოგიდგენთ აზერბაიჯანში გაეკეთებინათ. აქ რატო აკეთებენ? აქ რატომ ხედავენ ისინი რატომ ხედავენ რომ ბიჭო ეს ის ერია ყოფილიერი რომელსაც შეიძლება ეს გაუბედო რატო იცი ჩვენები არიან კაცო არ არის ეგრე როგორ არ არის კაცო კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს ეხლა არ ხდება მე გუშინ გადაცემაში ეს ეხლა კი არ მოხდა აი ეს ილია ნოუმი რო არის ყოფილი პედაგოგიური აი ვაკეში ეგ იყო კავკასიის ეგ აშენობა იცი ეგ იყო კავკასიის მასონთა ლოჟის ცენტრალური ოფისი კითხვას გასვავ რატო თბილისში რატო ბაქოში არ გახსნეს რატო გროზნოშია ერევანშია თუ არ გახსნეს კაცო ბიჭო რატო ხსნიან და რატო იყიდებს სოროსიზმი ეპშტეინიზმი რავი LGBT-ები ეს რაღაცები ეს ლისის ტბა იქნება თუ ბიჭო საქართველოში რატო იყიდებს რატო ხედავ აი ეგ ნოყირმიწას რატო ხედავ და რატო იფურჩქნება ჩვენში ხო არ არის პრობლემა კაცო შემთხვევა პატა რეპორტები მომივიდა ძალიან ბევრი და შესაძლოა ლაივი გაითიშოს მაყურებელს თხოვ თუ შეუძლია მაქსიმალურად ლაიქები გააძლიერეთ რომ იქნებ გადაილახოს რეპორტი 15 წუთში არა ნახეთ დროს გეტყვით ეხლავე სადღაც 12 წუთი გვაქვს დრო ისიც არა მგონია და გაფრთხილება მოვიდა და ძალიან გთხოვთ თუ მოვახერხებთ გადავლახოთ როგორმე ეს ლაიქებით მეტი არაფერი არ შეიძლება ასე დროს რო გააკეთო ბოდიში ბატონო პაატა განაგზეთ სანამ მოვასწრებთ იქნებ გადავლახოთ. რატო ხდება ეგეთ რამე? ეგ ფეიკი მარტო არ არის, იქაც მომივიდა ოფიციალურშიც რომ გაწერილი აქვს ბევრი რეპორტი და შეიძლება გაითიშოს ლაივიო და შეგნებოდა კითხები ბატონო პაატა. უყურე სწორია რატო იცი? ეხლა მაგას ხო ქართველები აკეთებენ ყოფილი. რატო იცი? საფრთხეს იმაში არაბიზაციაში კი არ ხედავენ. აი ჩვენში ხედავენ საფრთხეს კაცო. ჩვენში ხედავენ საფრთხეს. მე რატომ აი ახლა რატო დავიწყებ, მაგრამ რაღაც ესია, მოდი რაც თქვენდა პირველში. როცა მე ერთი მოაზროვნე, ერთი აზროვნების კატეგორიის ხალხი არ აქვს მნიშვნელობა ხო, ვინ სად რომელ პლანზე, მაგრამ მიზანიც და ისაც ერთი რო გაქვთ. იმხელა ტრაგედიაში ვართ ეხლა ჩვენ შესული, პირდაპირ გაგებით. რომ ჩვენ ერთმანეთის წაკიდების დრო კი არა, აი პირდაპირ გეუბნებით, აი სუფთა სატანიზმია, ეხლა ერთმანეთში წაკიდება. აი პირდაპირ ემსახურება სატანას, აი ეს აქციელები, ორივე მხარეს მონები, თუმცა შენ ქვეყანა სასწორზე ეგეთი რამე გიდგას, რომ შენ ხვალ შეიძლება ფიზიკურად აღარ იყო და აქ ერთმანეთში ხართ წაკიდებულები. რომელს აი მოდი ესე გეტყვი რომელსაც უფრო მაგლა გიყვართ ეს ქვეყანა აი მან დათმეთ რა კიდევ თუ რატო იცი ორივე მხარე ბრწყინვალედ აკეთებთ თქვენ საქმეს
თქვენ და ამიტომ აი ეს მინდოდა მაგრამ რაღაცა რეპორტიო ეს მინდოდა მე აი ეს მიმიყვანა იმდენად თორე ხა მე მინდოდა გადავსულიყავი მახარაძე და ჩორგოლეიშვილის თემაზე კაცო ამას რო არ შევეხო აი არ ვიცი სანამ დაგბლოკარი მაკამდე საინამ მივალთ მოდი ლისის ამბავს მიუბრუნდეთ ბატონო პაატა წლების ნაბრძოლი ის რომ თითქოს მე როგორღაც მომიხერხეთ და მივახციეთ ქართულ ოცნებასთან იმას რომ კანონი ვითომ მიიღეს და აკრძალეს LGBT პროპაგანდა და მე როგორც ხედავ ბოლო 2-3 წელია მუსიკალური ფესტივალის სახელით არის შეფუთული მაგრამ ეს ბრაიდი ფაქტურად გვიტარდება დედაქალაქში და ტარდება ეგლა კიდევ ერთხელ გეუბნები სანამ აი ესეთ რაღაცას რო ხედავს ის არაბი ესეთ რამეს რო ხედავს იქ ყველა ჩამოსული მეზობელი აზერბაიჯანი ამუ გიყურებ რომ ეს ის ერია სადაც ეს მოსულა ისინი უკვე მორალურად შეზე მაღლადგანან უკვე ზევიდან გიყურებენ იმიტომ რომ ბიჭო აქ თავისუფლება უკვე იმიტომ რომ შენ ხარ მაგათ თვალში ხარ ჩვეულებრივი აი პიდარასტი ესე გიყურებენ კაცო რაგან ეს ერი ამას იტანს ბიჭო რა ვეღარ რა დიდი ამბავი რა ვიღაცა ბიჭი რაღაცა რა ვიცი მე თვითონ კიდე გეუბნები თორე ამას ვერ როცა კანონი მიიღეს მაგრამ ახე გუშინ ის რაღაცები ჩაატარეს იქა თუ რა ის ლისის ტყვაზე რეაქცია რა იყო ის მითხარი რეაქცია რა იყო ის კი არა იმართულად ჩაატარეს ეს ახალი არ არის კაცო 34 წელია მაგით ცდილობაში არიან საზოგადოების რეაქცია ძალიან რთულად მისაღები ბატონო პატა ჩემთვის მხოლოდ აუცილებლად აქცია უნდა მოეწყოს რომ ამაზე პროტესტი გქონდეს და გამოხვიდე და ქართული ხმალს იკარ დაარღვია სად არის სამართალდამცავები სახელმწიფო სად არის მე ხო კანონი მიცავს ჩვენ ხო ის გაგვიხადო რომ ატი ჩვენ აღარ მოგვიწევს ქუჩაში გიჟებივით სირბილი კანონი სად არის ვინმე დააჯარიმა მაინც გაბედა ვინმე დააჯარიმება მოდი რა თეკლა კიდე ერთხელ ვამბობ იქნებ აი ამ ლიტველმა პრიბალტიკელმა ის რომ მიაშარდა ეკლესიას სადმე რეაქცია ნახე წარე ბიჭო რატო ვიტყვებ თავს რა ვიცი მე ხარ ჩემგან სყინს ხელს სხვაგან ნუ ვიშვერთ კაცო ეს რა უბედურება გვჭირს კაცო ყველა მტყვანია ჩვენს გარდა ბიჭო ესე იგი ხვალ ზეგ ესერი უკვე აღარ იქნება თვითონ მე უკვე გადამასწრეს კაცო ესენი რო ლაპარაკობენ დემოგრაფიაზე უბედურებაზე მე გადამასწრეს კაცო მე დაჟე ფორას მომცემენ კაცო ესე იგი ყველა მიცით რომ დღეს ხვალ ჩვენ თავდებით პირდაპირ ნავოდკით მივდივართ უტილიზაციისკენ როგორც სახელმწიფოებრივი ისე ფიზიკური რეაქცია რა არის აი რეაქცია რა არის იცი აი ვიღაცა ჩამოვიდა სპორტსმენიო ვიღაცა სომეხიო რაღა ბიჭო ტიპები სად არიან ხდები ეს ის რომ ვიღაცამ ეკლესია შეურაც ხო კაი კაცო გაჩერდი რა მოხდა ხომ დიდი ამბავი რა აი თოფურიამ რაკნა იქ ის არის თავარი ხო უნდა გავარყიოთ ჩვენ კაცო და იქ დაჟე ვიდეოებს წერე ქართველო ხელი ხმას იყარ მიუვარდეთ იქა ვისმა მიუვარდე სუკა თურამის მივარდა გინდა ბიჭო წამო ვიწაცხალი დაიცამი შეუპატრო ხვალ აღარ იქნები კაცო შენ ფიზიკურად აღარ იქნები კაცო ხვალ რა თოფურიასკენ მომიწოდებ იქ ვიღაცასა საჩხუბრად კაცო აი ეს არის აპოყლის პრობლემა კაცო ვიღაცა ჩამოსოს უნდა ეხლა რა ჩამოყავდა მაგის ეს ძალიან მე რომ მეუბნებით თეკლა რომ არაბიზაციაზე უნდა ვინ უნდა შეეწინააღმდეგოს არაბიზაციას თეკლა მე კიდე გეუბნები რასაც ეხლა მე ვამბობ ჩემი სიტყვები აღარ არის მე მაჯობეს უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1,700,000 ხართ სასწრაფოდ გამოვაკელი რაც ბიუჯეტიდან გადის იმას ვითვლი მარტო 871 პენსიონერი 871 პენსიონერი გამოვაკელი ეხლა ამას
დარჩი 900,000 გამოვაკელი ეხლა ღმერთმა ყველა ჯამთელას ამყოფილ შეშმე პირები ეს პროსტო გამოვაკელი სულ ცოტა დარჩი თუ არა აი 700,000 გამოვაკელი ეხლა შენ 50-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანები ხო რომელსაც უკვე ოჯახ რაღაცოს მაგათი ოჯახები და შვილების გაჩენაა ხო გამოგერ ჩამოხვედით ყველაზე დიდი ჩამოსულები ხართ 9 მილიონზე ამ 9 მილიონს გამოვაკელით ეხლა უშვილობები ქალები და კაცები რო არა დამოწყობებული ამ ჰაერით და ეკოლოგით და ამას გამოვაკელი მე ნარკომანები რა ხართ დარჩენილი ვინ უნდა გააპროტესტოს იგივე ქართველები გამოვლენ თეკლა აგერ შენ და აგერ მე და რას გვიტყვიან ცი ხალხო არ გინდათ ეს გზები არ მოგწონთ რო იგება თქვენ ეკონომიკა არ გინდათ აიწიოს სკოლები ქართველი დაგარტყამს სკოლების რეაბილიტაცია არ გინდათ შეგრცხვებათ შეგარცხვენენ კაცო უცხოტომელები კი არა ქართველები ყოფილი რას მეუნებით ხალხო ამიტომ როცა ის რომ შენ მეუნები ახლა ვინც ჩარჩენილი ამ ტრადიციულ ქართულ ცივილიზაციაში ის რომ ტკივნეულად აღითქვავ ბიჭო რა მე მგონი რომ ჩვენ უმრავლესობაში არა ვართ ჩვენ უმრავლესობაში ვიყოთ ლისის ტბაზე გეი პარას ვერ მოაწყობდნენ გეი ზეიმს თუ რას ეძახიან რა ვიცი მაგა ჩვენ უმრავლესობაში ვიყოთ იქ არ მოხდებოდა კაცო ჩვენ უმრავლესობაში ვიყოთ ესეთი ხელისუფლება ფიზიკურად არ გეყოლებოდა შენ კაცო აკმაყოფილებს უმრავლესობას კაცო შენ აი ეს რაც არის რატო ვიტყვებ და მე არ ვიცი კარგი და საინტერესო გამონათქვამია და დღევანდელ რეალობასთან მორგებული რაც ერის ბერი ანუ რაც ვიმსახურებთ იმას ვიღებთ ფაქტია ეგრეა უყურეთ თეკლა მე ყველას გეუბნებით ბიჭო მაგას როცა კაი აი მომენტ აი გამოვიდა დაუშვათ მოიცალა აწია ერთი ადგილი ამ ქართველმას კაცო დარჩენილმა ქართველმა ყოფილმა ქართველმა კი არა აი ქართველმა აწია ერთი ადგილი და ერთი 200,000 გამოვედით რუსთაველზე ჰა გამოვედით მე რა ხდება გამოვა შენი ხელისუფლება და როგორც მაგათი ტიპიური კლასიკური ნიშა არის გადამგდებების ტიპიური გადამგდებები არიან ეგრევე გამოვლენ შეკპირდებიან კაცო ჩვენ გადავხედავთ ამ საკითხს რა არ შეკპირდნენ სტამბოლის ხელშეკრულების გადახედვას რა ვერ გადახედეს კაცო ეს ხო პირდაპირ ოჯახი ქართველი სტამბოლის ხელშეკრულებაში ჩვენი ყოფნა ხო პირდაპირ გენოციდია ქართველების რა კალამი ავტოკალამი არა აქ ვერ მოაწერა ხელი რომ გამოვდივარ მაგ ხელშეკრულებიდანო ამიტომ ესე და ამ დროს აი კიდე მან დავარხონ აი რამდენს ამას ვიტყვი ბოლოს შექმნა ჩაურთო ყოველთვის ამ დროს ამ პლანკზეც ერთმანეთის ხმალაობა მიდის კაცო დაუნდობელი მე უბრალო ქართველმა რა ვქნა მითხარით კაცო თვალსა და ხელშუა ქვეყანა მეცლება ხელიდან კაცო თქვენი ბრძოლას უყუროთ აქ როგორ ჭამთ ერთმანეთს ეს არის ჩემთვის გამოსავალი ვინმე საინტერესებს ეგა რაღაც ორი კეკელა ქართველია დარჩილი და ისინი ბლედ ხმალაობაში გადახვედით აი 60 წლის კაცი ვარ და ვაძლევ ჩემ თავს ეგეთ უბრალოდ ესე მოგმართოთ სულ ყველას რა რაგარ ბიჭო ჯერ დავი მე მგონი მაგ პოზიციაში არა ვარ თუ აქ თქვენ ერთმანეთის რაღაცა რა აღარ მინდა მე ესე იქნება რა კარჩეს რა ესე გააკეთებ და კარჩი ყველა მე ისინი სწავლენ მე ისინი მიხედავენ თავს ხო ხა ადამიანია ბუნება და ის გადამოდი კაცო ჩემ თავს მიხედო კაცო ის ემოციაც დამჩაქრება მეთქი კაცო აი თქვენი მაყურებლები გადავხედე აი ისეთი ჩაქრება კაცო რამდენი უინტელექტო შემოვარდება და რამდენი ეს რავი აღარ მინდა ვთქვა ერთზე აკეთებენ ხოლმე ეხლა კიდე გადავერთობი ხოლმე რა მაგრამ აი მინდა რომ ყოველთვის ესე გითხრათ კაცო ქვეყანა გვეცლება ხელიდან და ეს არა რავი მე შევდგება რა
საკავიდი აღარ ვიცი, კაცო. იქით სოდომიტები, ეფშტეინელები, აქეთ ჩემები მგონი, აქაც ხმალაობა მიდით, თუ გაგიჟდა ეს ხალხი, კაცო. გადავიდეთ მახარაძის თემაზე, მინდა ერთი უთხრა რა. ჩორგოლეშვილი რო ყავს. რა ვიხილეთ, რა იყო ეს? არა, უყურე, მან ყველაზე რა მე ზურას მე კაგრას იქ ვიყავი და მე ზურას მივწერე, მე უთხარი ბიჭო იაქვიენ წამას აი აფშე არა თუ შენდება აი ანტიფამია თუ რა ქეძახი ამ ფიდაც ანტიფენია თუ რაღაცა წამალია ნარკოტიკი სინთეტიკური რა როგორა ამფეტამინი ხო ამფეტამინი ხო რაც ავი აღწახია ხო მეუბნები ბზური ეგ ბიჭო დაიფეტა და აი მაგაში იყო რა დამებაინა აი ამფეტამინი ხო აი ეგ მაგას იხმარს მეთქი რა და არა გიჟიაო კაცო ბიჭო გიჟი კი არა და ამფეტამინი ლოჟა მეთქი მაგრამ მაგის გვერდზე გადადე უყურე რა თეკლა როცა არაბიზაციაზე მელაპარაკებით ეხლა მინდა სხვა კუთხიდან შეგახედოთ ეხლა მაგ პრობლემას ქვეყანაში ქართველებს მედია საშუალებებში თქვენ არა გაქვთ გამოსვლის რაღაცა დროს არ გითმობენ აი მაგ ჩორგოლეიშვილი გამოვა რაღაცა წინადადება სიტყვის და ხარ ეს ამფეტამინში რაღაცა წინადადება სიტყვის და რაღაც ფეისბუქში მიშა გააკრიტიკოს რა აქვს მნიშვნელობა აიტაცებს საქართველოში არსებული ყველა ისა ტელევიზიები და ხელისუფლებიდან დაწყებული პირველი პირიდან დაწყებული ბოლომდე დამთავრებული ყველა იხილავს ამ წინადადების არს კაი ანუ იმდენად რატო იცი უყურე ნახეთ და ზოგი კრიტიკულად უყურებს ზოგი დადებითად აღითქვას არა თვითონ აზროვნება საინფორმაციო ველში აი ეგ ხალი არის თქვენ კი არა ხართ კაცო ეგ ხალია კაცო მახარაძე კი არ არის კაცო ქართული ოცნებისთვის ეგ არის კაცო მთავარი ქართველი არ არის აი ჩორგოლეიშვილმა რა თქვა აი ეგ არის მთავარი კაცო ქართული ოცნებისთვის კოცებისთვის ქართული ოცნება მე ვარ მე ქართული ისინი არიან კოცები აი მაგათვის თავარი ეგ იყო კაცო და საზოგადოებას თავაზობს მე რა კარგი ვარ ეგ ნახე რა არისო და მახარაძე მიცი ვინ დამარხა მაგ დღეს ქართული კოცები დამარხა თვითონ ეგ ლიბერაცია კი არ დამარხა ეგენი უკვე დამარხულები არიან რამდენი ხანია კაცო ჩემმა მე ეგ დამარხეს კაცო 2022-ში რომ დაიწყეს უკვე დამარხულები იყვნენ ეგენი ქართული აი კოცების დაასამარა და ქართულოს კოცებს რა უთხრა იცი მახარაძე მამით აი თქვენი ოპონენტი თქვენ ამასთან უფრო ხართ კომფორტულად ვიდრე ქართველთან კაცო თქვენ ამაზე უჯდებით ამისი აზრი გაინტერესებთ აი ამ ქალი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ხო რომელსაც ამბობს რომ მე 2008 წელი მიჩემნია დღეს აი გამაოგნებელი ხო აი აღარ ანუ ტიპი ქართულოცნება სიგნალი გაუგზავნა აი იქვე აი ეს თქვენ რუსული კუბოზე დაუჭედა კაცო თელ ქართულ საზოგადოებას დარჩენილებს რაც ავარ პირდაპირ ანახა ხალხო აი ამათი კოცების ოპონენტი არის აი ეს კაცო მე კი არა ქართველი კაცი კი არა ვარო ეკლესია კი არ არისო კაცო და რაღაცა ქართული ცივილიზაციაო აი ეს ამფეტამინში კი თუ რაც არის აი ეს რომელიც 2008 წელს ოცნებობს აი აქ ამყოფებს ეს კოცები აი აქ ამყოფებენ ქართულ სახელმწიფოს და ვისაც ამყოფებენ თეკლა ჩვენზე მეტნი არიან ეგენი მეთქი ამის თქმა მინდა კიდე ხალხს ეს სიამოვნებს რა სიამოვნებს ბიჭო რა კაი არჩევანი გავაკეთე კიდო კაი ამათ ხმა არ მივეცი და 51 შემოვხაზე
ხო ბიჭო ის რომ უყურებს ქალი ამბობს რომ ბჭყალებში ქალი ამბობს რომ მე 2008 წელი მირჩევნიაო ბიჭო გავარდება ის 50 შემოხაზავს აბა რა სიზამს იქნებით ისევ იგივე წრეზე ხო უყურ აქეთ რა მაინც ეხლა მაინც იქ თქვენ ხო უნდა მოგდგეთ მარტო ის ვარ მე ხო მაინც ჯირინოვსკი ვარ მე ყველას მოგდგებით კაცო მე ასოც მე პოლიტიკაში ვარ სკამს ვეძებ არა ეხლა გეტყვით რატო იქით ხედავ ერთი ჩატლახი და ნაკლებად ჩატლახი აქეთ ბიჭო რაღაცა კაი რაღაცები მესვეს ხურშეთი გადავიხედო იქით რა ხდება ხო აი არავითარი მაშა სადამე აი ეს ლოზუნგები მოდის ქართველო გავიხედი აქეთ და რა ვიცი აქაც ასე რო დააძრეს ხმლები ბიჭო ერთმანეთს დაირიგნენ აქაც კაცო სად წავიდეთ ამბროს გას ასე ოცნება წამოწლაკულია კარგათა განაღდებული ტიპს თემა აქეთ ჩორგოლეშვილი ყავს აქ ჩვენთვის აღარც ძალიან თამათ კაცო ესენი განები ამათ თავი კაცო ესენი თვითონ რა თუნდა ამათ ესენი თვითონ მიხედავენ ერთმანეთს კაცო და ეს აწყალი ქვეყანა ვისაც მოუნდება ხან ეკლესიას მიაშარტავს ხან ბავშვს გააუპატიურებს ხან ლისის ტბაზე გეი პარადებს აწყობენ რამე ეხლა მე ისე თვითქი რომელმეც ეხლა რო გვისმენენ ესე არ არის როგორ არ არის კაცო თუ არა და კიდე ხო ჩემი დევიზი გიჟი არანორმალური გაატარეთ всё მე არა მწის ან შეიგინია კაცო რა პრობლემა вообще აღარ მაქვს მაგაზე გართულება საერთოდ ნოლ საერთოდ აღარ მაჭუხებს კაცო მე ვეუნები ყველა ბიჭო აი ყველას ვეუნები ალტერნატივა ხელისუფლებას მე ვერ ხედავ ვერ ხედავ კაცო თქვენ მითხარით რომელია ბიჭო ერთი არის ემოციურად ვისთან ახლობლობ ორივე მხარესთან ძმაკაცობ თქვენი ყველა საქციელი არის აი კიდევ ერთი გონები საქართველოს უკვე სახელმწიფოზე ლურსმნის დაჭედება აი ეს აჭედებ თუ ლურსმას ყველა რა უკვე ხანახალ ფებრუარ ხო თქვენი მეთქი რა ესია თეკლა ნუ მოვიტყუებთ თავს მე სიტყვატანო მარტა 100% ეს სიმართლეს სიძახით მაგრამ კითხვა მაქვს მე როგორც ჟურნალისტი ასე დროს აქეთ რო თავდასხმაზე წამოვლენ და მით უმეტეს თქვენს გამო თქვენ რო ჩემთან სტუმრად ხართ მაგის გამო დაიწყო ხო მე კაცო დიარ მოდი რა კაცო ვინ ხვანია მართლა ნაკლებად მე ხო ბატონო პატა სკამისთვის კაბინეტისთვის პოლიტიკაში რაიმე ფიგურობისთვის არ ვიბრძვი მე მინდა სიმართლე დაინახოს ხალხმა ხო რეალურად დამასრულებინეთ და გაბოდიში რა გაწყვეტინებთ მე მინდა საზოგადოებამ სიმართლე დაინახოს ხო ნაცს ეშლება ქოც ეშლება ჩემს ეშლება დავდგე და გადავაფარო ხელი მე რო გადამივლი და რეპუტაციულად გამანადგურები ისე რომ 500-600 კაცი რო გიყურებდა ბატონო პატა ლაივში და ეხა 162 კაცი გიყურებდა კიდე გვარეპორტებენ ეს იმის ნიშანია რომ პიროვნების რეპუტაციას შეეხნენ არასწორად ეხა შენ ცდილობ რომ შენი საქციელი გაამართლო საზოგადოებას მე მაგას არავის არ ამართლე ბატონო პატა კარგით რა ისე გამოდის რომ აი დამნაშავე ვარ და თავს ვიმართლებ თავის მართლების პოზიციაში არ დავდგები არასდროს მაგათთან უბრალოდ ვამხილე და გავჩერდი მაგრამ არ ჩერდებიან არასვენებ და არ მაინტერესებს მე მაგას არ გეკითხებით კაცო ჩემი შვილის მომავლისთვის მინდა ეს ქვეყანა ბატონო პატა ჩემი შვილო გულს გაუხეთქავა ესეთი სიდებილების და სიბინძურების ყურებით ხო რის იმედი უნდა მქონდეს მაგათი გადარჩენილის მერე როგორ არ თქვა კიდე გეუბნები მაგ ჩემთან ეგეთ რაღაცები არ გინდა შენი პოზიცია მე მაინტერესებს მარტო იქ როცა შენ აკეთებ შენ საქმეს იმის სიკით ვინ რას აკეთებთ ნუ ეგ ჩემთვის იმდენად ნაკლებად და მეათე ხარისხოვანია იმიტომ რომ სასწორზე უფრო დიდი რამე მიდგას ვიდრე ეხლა ვინ უფრო მართალია და ვინ უფრო ტყვანია აი ნაკლებად მაინტერესებს მეთქი მაგის თქმა მინდა კაცო საერთოდ ამბობ ტრადიციული სამყარო ბატონო პაატა
ჩემნაირ ადამიანს ლესბოსელის ფოტოს რო გაუკეთებ AI და გაავრცელებს სოციალებში, ამაზე რეაქცია არ უნდა მქონდეს, მკვდარი ვარ ადამიანო. გაუმხედე ლესბოსელი კი არა, კიდე გონები. შვილების ფოტოებს ცინკიში მიდებდნენ კუბოში და ფოტოებს ხო ვაკეთებენ და იმებს მიგდებენ კაცო. მე რა უყო ახლა. ეს ირაცი ბატონო კიდე ბიჭო თქვენი საქმეა ისე გიქნიათ თუ გიხმალავია და პოლიმეტით დაგიცხლეთ ერთმანეთ მაგაზე აღარ ვინერვულო მე კაცო. მე ჩემი საქმე ნახეთ პასუხი რო არ გამეცა არ შეიძლებოდა. და თორმეულებს პასუხი არ უნდა გაგეცაო. არ შეიძლება ეს რეპუტაციას რო გადაულიან ადამიანის. ვინ მისმენს როცა ხალხს იმას შეუფუთავდა მიაწური აზრად რომ ეს გოგო LGBT-ს წარმომადგენელია. ერთი თვითონ კიდე გეუბნები. არ შემოვდივარ, მაგრამ არ მაინტერესებს მეთქი მე ეგენი კაცო. მე ფაქტია ერთი რამე მივხვდი. ამ ფლანგზეც არაფერი აღარ გამოდის. ვთო, აღარმა იქ დაგიწყვეტიათ ერთმანეთი კაცო. გამოვედი აქ წამოიწყვეტი. ეს ნახავთ ბატონო პატა უკვე ხელებაწეული 1000%. მე პოლიტიკაში პირადად არც კალაძის სახის პრობლემა არ მაქვს პიროვნების, არც კობახიძის და არც ნაცების მხარის ყოფი პოლიტიკოსების ბატონო პატა ბინძური პოლიტიკა არ მომწონს და თეკლა წავალ ეხა სხვაგან ნახავ გამოსავალს. ან გამოსავლის ზებნას დავიწყებ. მე გეუბნები უბრალო აბევატილი ქართველი. ამას გეუბნებით როგორც გვერდიდან მაყურებელი ადამიანი. ვხედავ რომ ის რაც დღეს ამ ქვეყანას ტკივა, აქ არაფერი არ გამოდის. აბა აქ არაფერი აღარ გამოდის. თუ ესე გაგრძელდა, აბა კაცო საქმე იმიტომ რატო იცი ნებისმიერი ქართველის ოჯახში ეს უბედურება აი სულ მალე ესე აი მიუკაკუნებს კაცო. ამიტომ მე გეუბნები ჩემ გადმოსახედიდან. სულ მე სტავკას უკვე აღარ ვაკეთებ მაგეთ. მე ესე არ მოხდეს კაცო. კიდე მაკეტინგ გავდიო, იმიტომ რომ ეს მაინც გონია გარედან არის ვიღაცა მამაძახლის ხელი გაკეთებული, მაგრამ ნუ არ უბრალოდ საუბარი კიდე მაგ თემის განვრცობა ბატონო პატა, თორე ძალიან კარგად ვიცი ვინც არის უკვე და პირადად თუ არ უკვე გარკვეული დეტალებში არ მინდა გთხოვთ მაგ თემაზე. უფრო სპეცსამსახურები გონია ვიდრე რაღაცა, არ მაინტერესებს, მაგრამ კიდე გეუბნები თქვენ კიდე ერთხელ სასწორზე დგას. თეკლა დამიჯერეთ ჩემზე მეტად 4 წელია. არავის საქართველოში არ აგინებენ. თქვენ მაგით მე ვერ გამაკვირვებთ, კაცო. პირდაპირ ეთერებში მაგინებენ უკვე, კაცო. მაგრამ მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. მე არავის წინააღმდეგი არა ვარ აბსოლუტურად, კაცო. საერთოდ არავის. აი, ვინც მაგინებს, არც მაგის წინააღმდეგი არ ვარ, წარმოგიდგენია რას გეუბნები, კაცო. აი ეს შეხედე და ესე გააგრძელე. აკეთებ შენ საქმეს, გააკეთე როგორც შენ გჯერა ისე. მაგაზე უორეს დაგიწერენ კიდე, კაცო. და ხელოვნური ინტელექტით რაღაცები გააკეთე. მე რა აკეთონ და იყვნენ, რომ დაინახავ რომ მაგი გამოსავალი არა და არა ორივე მხარეს ხო ერთად მობეზდება და მეორე და ბოლო ის თავის მომხრები ეთქია, მიაყენეთ ორივე ერთი ადგილი, კაცო. ეს როგორ შეიძლება იმას. მაგრამ მაინც ახლა გადავიდეთ ახლა ამ კიდე გეუბნებით. თეკლა შენ გადაცემაში ვთქვი და ყველა გადაცემაში ვიმეორებდი ირანის თემას. ხო ვამოვდი მე რომ პაუზა იქნება, მე დაიბომბება, მე პაუზა იქნება, კიდე დაიბომბება. თეკლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ხალხმა გაიგოს. და თუ კი მეუბნები რომ ისაც ცოტა ისე მომხდა ყუთში 174 კაცი გვისმენსო, აბა 10 საათზე ჩაგვერთო. მაგრამ მაგის აღარა, იმიტომ დღე არის შაბათია ყველა ქუჩი. მაგრამ განებეთ თავი. თეკლა ამ წელს ფიზიკურად ვერ მოესწრება კიდე გეუბნებით ჩვენს რეგიონში დიდი ომის დაწყება. რო დაიწყება, ამაზე ანკარაში შეტახდნენ. ამაზე ყველა შეტახდა, აი ანკარაში რო შეიკრიბა ნატოს წევრი ქვეყნები. ამაზე უკვე ყველა მოაწერა ხელი რომ ამაზე ვთანხმდებით. რომ ყველა ვემზადებით დიდი ომისთვის. როგორც შუა ევროპაში, ისე ახლო და ჩვენ რეგიონში. ამაზე უკვე აღარავინ აღარ კამათობს. ესია. ეს დებილები აქ ანაკლიას ხსნიო კაცო. გაიგე? მე რა ვიცი, ბიჭო რა ადეკვატურია ეს ხალხი გავგიჟდი რა.
ეხლა გეტყვი ეგ რას ნიშნავს ეკლა? ისაც შეთანხმდა ევროპაში, რომ ომი როგორც ეგეთი ვებზადებით. ნახე რატო გადავდივარ ეხლა მე ამ თემიდან და როგორ არის ეს პირდაპირ ჩვენზე დაკავშირებული. ნახე რას ნიშნავს სპეცსამსახურების მუშაობები. ერთი თვია პოლონეთი ეკაჩავება ზელენსკის შედაო კაცო ბანდერებს და იმებს რა ქვიაო მე გმირებს ხდიო თითქოს შარშან არ იცოდა შარშაწინ არ იცოდა თითქოს იუშენკოს არ დაედგას იქ ბიუსტი გაიგეშენ ბენდერასი და შუხევიჩის და აი პოლონეთმა აი ერთი თვის წინ დაინახა ბიჭო მაგე აბა რატო დაინახა თუ იცი ერთი თვის წინ დარწმუნებული იყავით ხალხო რასაც უყურებთ ტელეგრამი იქნება თუ ტელევიზორში ეგ არ არის კაცო იმის უკან რა ხდება ის არის მთავარი კაცო პირობას გაძლევთ ძალიან ფეხებზე კიდია რუსეთს ეხა შენი ლვოვიც ივანო-ფრანკოც და ასე შემდეგ რა ეს სტალინიზმთან წართმეული ქვეყნების ტერიტორიები გეკითხები აი სპეცსამსახურება რო დაალაგდნენ პოლონელებთან და რო უთრან თქვენი ისტორიული მიწების დაბრუნება გინდათ აი ხალხის გასაგონდა ენაზე ვეუბნები თქვენი ისტორიული მიწების დაბრუნება გინდათ ხო ეთქვია რას ქვია გვინდა და ეს მიწები სამი საქართველოს ჩაეტევა იქა კაცო იმხელა კე პატარა ხო არ გონიათ ხოდა ანუ დაიწყო პროცესი დაშლის პროცესი დაიწყო რატო იცი რო დაინახეს რო დამთავრებულია კაცო ეგ აი ეს ვერაჩერებს ვერაფერი კაცო იქით ბელარუსის სისტემა ვითომ ხო იქ დრონები გომელში შეფრინდა ანუ რატო მოფუთხურთ ეკლა მე მინდა ეს ხალხმა კარგად გაიაზროს და იმ აი პირდაპირ გაგებით მოიგებენ იმას რასაც გადმოსცემენ და იმის ისე კინო მოუდგებიან მათ როგორ უნდათ რომ იყოს ამ თვალით არ შეხედონ კაცო აი მარტივად გეუბნებით რატო პოლონეთმა ერთი თვის წინ გაიგო რომ ბენდერასი მიმდევრები რო იყვნენ თუ როდისმე დაუმალიათ აბა რას ჩაატყდნენ ეს ბოლო ერთი თვია სამგლე გოჭივით კაცო როგორ დაიწყო ლვოვში გამოსვლები და როგორ დაიწყო იქ ბუნტი და რაღაცები რატო აქამდე ტეცეკა არ დარბოდა ლვოვში აბა რა მოხდა კაცო ამაზე იფიქროთ კაცო ხალხმა პროცესი დაიწყო 41 დროს 51 მილიონი იყო, მაგრამ 2022 წელს იყო 47 მილიონიანი ქვეყანა. ესე იგი, დღეს არის ჩამოსული 18 მილიონზე. 6 მილიონიც გადავიდა რუსეთის მხარეს, ასე ბეჟენცები რაც არიან, 10 მილიონი წავიდა იქით. ევროპისკენ. ხდებით ტრაგედია ჩვენ თვალწინ გათამაშდა. 47 მილიონიანი ქვეყანა დაშალეს ქვია მაგის დროის ფაქტორია უკვე პროცესი დაწყებულია კაცო ეს პროცესი და უყურე და შენ აქა დგეხარ აი ამ დროს როცა არ არსებობს არავითარი უსაფრთხოების მექანიზმი აი თმის ოდენაც არ არსებობს და გარბი ხარ ნატოს სწავლების ნატოს სამიტზე ერთი და პარლამენტის თავმჯდომარე გარბის გეი ევროკავშირის რაღაცა სამიტზე. თეკლა ამას ხო უყურებენ კაცო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებით, შუა აზიის სახელმწიფოებით, ჩვენი მეზობლებიც ხო უყურებენ კაცო ამას. მაშინ გეკითხები, როცა ესეთი ქვეყანა არის, როცა ამ ესეთი ხელისუფლებას საზოგადოებაში საყრდენი აქვს. ბიჭო, რატო არ მივაშარდო ეკლესიას ამიხსენთ? აი, ერთი მიზეზი მითხარით, რატო არ ვაკადრო ამ ყოფილ ქართველებს აი ესეთი შეურაცხყოფა?
აი მითხარ რატო არ ბიჭო აგერ გავიხედე და ლისის ტბაზე რავი კაცები ჭვერებში მაგრამ რავი ტაკუნები ქონდათ რაღაცა ტანცი ტუნცები LGBT და ბიჭო რა თქონდა თამათ ეს ქვეყანა ვაფშეტო მე გონი მე ყიმად გადმოსახედი და ბიჭო რა თქონდა ეს ბაჯაღლო მიცა ვაფშე ბიჭო მაინც რა აქამდე რატო აქვს კაცო ვაფშე შევაგუოთ კაცო ამ ეკლესიის შეურაცხყოფას შევაგუოთ კაცო ნელ-ნელა შევაგუოთ იქ მანქანებით იარაღით ოპა გავარდნა რაღაცა იქ მარჯანიშვილზე რაღაცა თემები აქ ამწიოთ ხმამაღალ ეს ხო ეს მთელი პროგრამაა კაცო აი ამ ხალხს რატო არ უნდა ამიხსნათ ვინმე მიზეზი რატო არ უნდა წაართვან დაუშვათ აი აჭარა ბიჭო არ გცალიეთ თქვენ გცალიეთ ლისის მისთვის კაცო თქვენთან ჩამოსული მათი ახალგაზრდები ბატონო პატარა რასაც უკვირდები სპორტ დარბაზებში ვარჯიშობენ დაკუნთული ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ ჩვენი ახალგაზრდები რა მდგომარეობაშია საპიწონეთ მე მაგას ვერ გამომაპარებენ ყველა არის ნაკად აი მე დაჟე მგონია დაჟე სამხედროებიც არიან რა აი რაღაც კისრებ მაგი ბიჭო აი სუნით ავზნობ რა მაგეთ რაღაცებს რა ჩვენ გცალია რისთვის ჩვენ გცალია აი დვალიშვილმა ისო ჩამოიყვანა აი ეხლა ეგ არის მთავარი ქართველებო აი დაგვიწერეს კომენტარებში სპორტ სასახლესთან შეკრებილები არიან და ერთი ამბავია ამას იცავენ აი ამ ყველაფერს არ დათმოთ ქართველებო არ დათმოთ აბა თქვენით აბა შავლეგო სიმღერა და პირიო წავედით კაცო გაიგე გეკითხებით ეხლა რატომ არ უნდა მოხდეს მაშინ კარაბიზაცია ისულ თეკლა გოგავას და ალტიფოს ბიჭებს არ გინდათ? ეგ არის? კაი კაცო ერთი რა. აი ამიხსნას ვინმე რატო ბიჭო აი რავი თქვენ სოფობაში ვარ ბატონო პატა ფაქტია მაგრამ საერთოდ არ არის დასაკარგი. ეკლა თქვენ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძენით როცა დედა ეკლესიას მიაშარდეთ მაგრამ ვიღაცა რო ჩამოიყვანა დვალიშვილმა იქ კაცო აი მთელი ქართველები უნდა ეხლა წავიდეთ იქ ყველა უნდა დავდგეთ და იქ ხდებით რა არაადეკვატური ხალხი ხართ უკვე ვართ ბატონო პატა ეს ჩვენი საზოგადოება ნახე მარტო მათ ვერ ვეტყვით იმიტომ რომ ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია ჩვენში ეს ხალხი ქართველები არიან ყოფილი ქართველები არიან თუ არ არიან გენეტიკურად მაინც ქართველები არიან რაც კიდე არა საზოგადოებას დაგმართეს ეს და გჭირს არა გეტიწუთ და ქართული კაცი ღმერთმა როცა მაგას აგობრო გენეტიკით ქართველები არიან ერთი ეს გომობა მგონია მე უყურე იმიტომ რომ მათ რო იცოდნენ რა მისია დააკისრა ღმერთმა გახსოვს რუკა რო იყო ყველგან რო ცეცხლი ეკიდა აი ეს მეტეოროიმი და შუაში მარტო გაბწვანებული საქართველო რო იყო აი რუკა არის რა ხო და ეხლა მანახებ და უყურე ესეთ ქვეყანას რო ღმერთი ჩაგაბარებს და შენ იმისთვის ლისტბას აწყობ შენ ამ ხეთყის გადაჭეხვა გინდა გაჭეხვა რო გინდა ხო ამისთვის რომ შენ ამ მიწას ჯერი ღმერთი არ დაუშვებს მაგას მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ აქ გაგაჩერებს საერთოდ ბიჭო რატომ უყურეთ ეკლა იმდენად ბიჭო არა აბეცა აი ხა იქნება რა აი ხვედეთ თან მე განახებთ იმ ეს აი გენიალური ფოტო იყო რუსებმა გააკეთეს მეტეორო აი პაჟარები როა ხო ტყეებში დიდი სიცხეები რომ მოხდა რა განზები რომ მოყვა ხო აი ისეთი კაი ფოტო იყო გადავირიე რა მეც აგერ ხო არის აქ ეხლა რატომ უყურეთ ეკრა როცა შენ იკრიბები რაღაცასის აი ხლა იქ აი სპორტ სასახლეა თუ რაც არის და იმისთვის აი წარბიც არ შეგირყევია რომ აგერ ვიღაცა პრიბალტიკელი ჩამოვიდა და ახლა ფიცი მოუნდა და რაკნას აი რაკნას ამისთვის ვერ მოიცალე
მაგრამ იმისთვის მოიცალე იქ ვიღაცას მიუვარდე ხმერთო ნეტა მალე მოხდეს ეს გარაბიზა არა ხართ თქვენ ღირსი კაცო ამიცი ბიჭო მეტი როგორ გაბრაზებული ვარ თვითონ შეიძლება რა ნუ აი რაღაც გაიგე სიგიჟეებში ვართ რა სიგიჟეებში ამიტომ გეკითხებით ეგლა აი გინდა აგერ განახებ გუშინ გადაცემაში თქვი ახაც გავიმეორებ აგერ თქვენ და აგერ მე შეროგზნო და დაუშვათ თქვენი აი ეს კონსერვატული სამყარო როგზნობს საშიშროებას ესე აგზნობს კაცო ქვეყანა ესე რო ეგზნო ქვეყანას თეკლა არავის მოწოდება არ დაჭირდებოდა მაგათ აგერ ნახავთ გამოვლენ კაცო და ესენი არიან ერთაშორის შუღლის ჩამომგდებები ეგრევე იარექს მოგვაყენებენ ამათ არ უნდა ქვეყნის განვითარება ამათ არ უნდა ქვეყნის რაღაცა სტაბილურობა ესენი იმართებიან გარედან და აი შეგსხვება კაცო ჩვენი იმის რა ამიტომ მე ესე უყურებ ჩემი გადმოსახედიდან ესე უყურებ მე რა თქმა უნდა ბიჭო რავი როგორც ერთი ჯარისკაცი რავი ესე დამდგები რა და მიდგები რავი რა გავაკეთო სხვა მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით ისინი რასაც ჩვენ ხედავთ საშიშროებას მაგენი მაგ საშიშროებას ვერ ხედავენ მაგენი საშიშროებას ხედავენ ჩვენში დარჩენილ ქართველ აი რომელიც დარჩა რა კიდე ამ 1,700,000-ში რაც დარჩა აი ამაში ხედავენ უკვე პრობლემას რა რაზე ნერვიულობ ხოლმე სიმართლე გითხრათ 100%-იან სიმართლეს იძახით ეხლა რასაც ამბობთ უბრალოდ მაინც ის ქართული სული არისვენებს ხოლმე და იმაზე მეკითხება და მენერვიულება რომ ნახეთ როგორ შეიძლება არ აღერვებდეს ეს პრობლემა უმრავლესობას მასები უკვე მარტო ემოციებით ემოციებზე არიან დამოკიდებული თავიდან ბოლომდე ვინ შეჭამონ, ვინ დაძიძგონ, ვინ დაკორპონ და ამ დროს ქვეყანა იკარგება რეალურად ის არის, წარე რეალობა ის არის, რომ აი 10%-იც არ ვართ დარჩენილი საღათმოაზროვნე ადამიანები და ბოდიშით რა ასე ვამბობ ხალხმა არ იფიქროთ, რომ მე ჩემი თავი მგონია ბრძნელი და ბრძნადმეტყველი და ვაიმე მე ძალიან მაგარი, არა, მე ძალიან მტკივა და მიყვარს ჩემი ქვეყანა. თორე ჩემზე 1000-ჯერ და 10,000-ჯერ განათლებული, ბევრად უფრო კულტურული, ბევრად უფრო თქვათ, კარგი ქართველებიც არიან, მაგრამ ცოტა ვართ ხალხო და არ არის ეს საკმარისი. ეს მიხედავს გულს მეტი არაფერი და მე ყოველთვის ვეცდები ხოლმე ბატონო პატა, როგორც თქვენ ხართ ხოლმე, როგორც ხედავ თქვენ ხასიათს, ყოველთვის ვეცდები, გამოგხიზლება იქნება ეს თუ ჩემი წილი აგურის დადება, იმიტომ რომ წინ ჩემი შვილის მომავალია. ის ქვეყანა რომელიც უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობას და გადავაბაროთ ჯანსაღად, მაგრამ ჯანსაღად უნდა გაიზარდნონ და ჯანსაღად ვერ გაიზრდებიან. ბატონო პატა შეიძლება დაიბლოკოს ლაივი ესე მოტრიალებული კამერით და რამოდენიმე წამიანი იყოს კადრი მეტი არა. ხო აი როგორ არის აი ბიჭო არ ვიცი ეს კამერის შეტრიალება და ეს ტექნიკა რა. ანუ აი უცბად ნახე რა აი ესე თუ აი თუ კარგად ვაკეთებ აი ნახე. აი მეცა აი აი ეს ბატონო პატა გაფრთხილება მოვა აუცილებლად არ შეიძლება TikTok-ს აქ ფუნქცია. უყურადღებელები ყველგან არის ესე იგი სიცხისგან იწვის ყველაფერი და მარტო საქართველოსია გაწვანო. ეს ქართული ის გაკეთებული არ არის. ქართველების გაკეთებული არ არის. არა თვითონ რუკა ეს გადაღებულია სპუტნიკიდან რა ხო იცი რო ეძებენ ხანძარ სატიმეებს რა საშიშროებებს აი ეს გადაიღეს რა. წარმოგიდგენიათ აი ამ ქვეყანას აი ესე რა ვიცი ეხლა დაჟე მონიშნულებიც რო აქვს კაცო ხეები აი მე როგორ მძიმედ აღითქვამენ იცი რუსეთში ქალაქის პუნქტებია მონიშნული ბატონო პატა დაჟე რუსეთში ქართველები რო არიან როგორ მძიმედ და ემოციურად აღითქვამენ იცი ამას და ერთი მინდა ინფორმაცია გითხრათ რა იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის რუსეთის საპატრიარქო ყოფილა რუსეთის საპატრიარქო არის გადაფარებული საქართველოზე
მე არ ვიცოდი რა და მე საშვი დაუშვეს რა ეხლა და ალბათ წავალ და კრემში თითო რუსეთის პატრიარქი ლოცვებს წირვას ატარებდა და დამპატიჟა ოფიციალურად რა მაგრამ მაგაზეც არ იყო ისი არის გადაფარებული საქართველოს თემაზე ძალოვნებთან რუსეთის პრეზიდენტის აპარატთან აი არ ვიცი რა აფხაზეთის თემაზეც გულისხმობთ ალბათ აფხაზეთის თემაზეც გულისხმობთ ალბათ ყველაფერი ისი აი ესი არის ხელებით არის გადაფარებული ქართულ მართლმადიდებულ სახელმწიფოზე აი ეს ხელებით უჭირავს რა იქ რაღაცები არის ძალოვნები რაღაცები და აი პროსტო აი ესე დგას და რაღაც უჭირა აი ეს კბილებით გააქ რა და ცხინვალში ეკლესიის ნაჩალნიკი ვინც არის იქ არც ვიცი როგორ აეძახიან მაგათ რაც არის იმას ბატონო პაატა ღია წერილი მიუწერია ორჯონიკიდისთვის რომ ორჯონიკიდის პატრიეს ეპარქიისთვის რომ ხო არ გავერთიანდეთო ჩვენი ეკლესიებიო ხო და ორივე და რუსეთის საპატრიარქომ ეგრევე ჩამოაშორა და ანუ ეს მინდოდა ხალხმა იცოდეს რომ აი ეხა გეუბნები თუ მისტიკა და ღმერთი არ არის ბიჭო ესეთი პატრონი ყავსიკა მაგარი აი ხო გეუბნები თელი ისე გამიხარდა ისე გამიხარდა რომ აი რა ვიცი რა ეს რაღაცა იმედი მომეცა რომ ბიჭო იქნება რაღაცა დაალაგდეს გამოსწორდეს ბატონო პაატა აფხაზეთშიც და ცხინვალშიც ანუ სამხრეთ ოსეთს რო ეძახიან საკნახეთ სამაჩაბლოს ტერიტორიაზეც რეალურად რუსეთის პატრიარქის მცდელობები ვარ ყოფილიყო და ძალისხმევა ვარ ყოფილიყო ეკლესიაც წინააღმდეგი წავიდოდა მაგ ყველაფრის და ჩვენს პატრიარქს და აც გარდაცვლილ პატრიარქსაც არ ექნებოდა ის წოდება და ის უი, ჩვენი პატრიარქის, აი, ნებისმიერ მოსკოვში იქნება თუ რაც აი ნოვოროსიის ყველგან არის ჩვენი პატრიარქის სურათიდებს ეკლესიებში. ყველგან. ალბათ წლის თავამდე ესე იდგება რა. მე არ ვიცი, ნუ ყოველთვის ესეა რა. მე პატივისცემის გამოხატვა რა თქმა უნდა და ჯერ აი ბატონო პაატა, ნახეთ, ჯერ სიცოცხლეშივე თელი მსოფლიოს სხვადასხვა საეკლესიო პირები, სხვადასხვა ეკლესიები, ანუ და არა მარტო მართლმადიდებლური, არა მარტო კათოლიკური, მუსლიმანური სამყაროც კი ძალიან დიდ პატივს სცემდა. და რამდენმა მიაგო პატივი გარდაცვალების შემდეგ ეს ხო საერთოდ სხვა ფენომენია და შოქში ვიყავი, ხო? და საერთოდ ქართულ მომხარებელს არც კი გააშუქა, რომ იქედან დელეგაცია იყო ჩამოსული. ამაზე გაუბრაზდი როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა პოლიტიკა და ეკლესიაც აურიო კაცო ერთმანეთში? ეგ როგორ შეიძლება? ხო, ნუ განები ხა ჩავლილი თემა, მოკლედ ამათ კიდე თუ რამე დაგჭა ჩემოთეკლა. კარგი ბატონო პაატა, რა გითხრათ ვით გაგახაროთ? კარგი ვერაფერი დაგახვედრეთ? რაღაც ამბები თქვენს ჩამოიტანეთ, მაგრამ გულბათ ცხილაძესაც მინდა რომ ვისაუბროთ რა. თეკლა უყურე ერთი არის რომ ხალხი საჯაროდ, მაგრამ არის ხალხი რომელიც მუშაობს მაგას თემაზე და საერთო საქმე რო არ გაფუჭი, მე რაც საჭირო იყო ის დავწერე. რატო იცი? ბიჭო მეორე მხარესაც უნდა მისცეს საშუალება გამოსავლის პოვნის და ასე შემდეგ როგორც არის. ამიტომ საქმე რო არ დაზიარდეს, თორე ხო იცი მე ის მოჩლე ხო არ მიყვარს. და ამიტომ მოხდა ჯერ გამოძიება და დარწმუნებული ვარ გამოძიება და სასამართლო ვერაფერს ვერ ნახავს და როგორც სამართლიანი და სამართლებრივი სახელმწიფო სასამართლო დადგება თავის დონეზე და გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას. ძალიან კარგია, მე პოზიტიური განწყობა დავინახე თქვენს პოსტში და მაგითო გითხეთ ბატონო პაატა, აუცილებელია ყველა ლაივში მაინც შევახსენოთ საზოგადოებას გულბართ ცხილაძეზე რაც ხდება, იმიტომ რომ მოდუნების საშუალება არ უნდა მივცეთ. ხელისუფლებას არ უნდა ვაფიქრებინოთ, მთავრობას იქნება ეს თუ ვინც არიან ამ საქმეში გარეული, არ უნდა ვაფიქრებინოთ, რომ ეს ადამიანი მიგვავიწყდა. არ ვახცეთ ყურადღებას. მით უმეტეს თქვენ პირველი იყავით ვინც ლაივ ჩაწერა. მე დასაჭერი ვარ თუ მასია დამეჭირეთ და დაველოდოთ არსებითი განხილვები რომ დაიწყება, მანდ უკვე ბევრი რამ გამოჩნდება. მუშაობენ გულბათის საქმის კურსია, ვისურვებთ საქმის კურსია, ვინც საჭიროა საქმის კურსია აქაც, იქაც და ყველაფერი იქნება ისე როგორც საჭიროა. როგორც ახლა სამართლები, როგორც ხო სამართლებრივი სახელმწიფოში ცხოვრობთ და დაწინებული ვარ სასამართლო დადგება
მოწოდების კარგი იყო. დიდი მადლობა ბატონო პაატა. ჩვენი ლაივების დღეები მაყურებელს მინდა შევახსენო, არის ყოველი კვირა დღე, მაგრამ ბატონო პაატა ქალაქ გარეთ გადის და არ მინდოდა ამდენი ხანი არ არის საქართველოში და არ მინდოდა რომ ჩვენ ეს დღე გამოგვეტოვებინა, ეს კვირა არ მინდოდა გამოგვეტოვებინა და დღეს მაგით ვართ ამ დროს. უყურეთ ეგლა იმ ქართულ კომპანიებზე მოდი მეგაცა ვთქვა ბიზნეს კომპანიების ეს 40 კომპანია გაიზარდა 100 კომპანიამდე, მაგრამ კარგი ის არის, რომ საქართველოსდან აწიეს ერთი ადგილი და მიდის რაც საჭიროა იქ ლაპარაკები, რომ რუსეთის ბაზარი აითვისონ და ერთი ადგილი მიაყენონ, პოლიტიკას ჩამოშორდნენ საქართველოშიც და ეს კომპანიები არის გაზრდილი 100-მდე და აი ამ კვირაში იქ და კვირას ალბათ იქნება უკვე სერიოზული განცხადებები. მოუწოდებ სოფლის მეურნეობის კიდევ ერთხელ მეურნეობის მინისტრს არათამაშო ერთი ადგილი პატივცემულო გამონთავისუფლებული უკვე ადგილი, რომელიც ჩვენი სიგიჟეებით დავკარგეთ რუსეთში, იხსნება, იმიტომ რომ ჩვენაირი სიგიჟები დაიწყო პაშინიანმა, ეხლა ჩასული იყო, მაგრამ არ მიიღო, არაფერი არ გამოუვიდა. ამიტომ ქართულ სოფლებს ეს მისცემს ქართველ კაცს სოფელში დაბრუნების პატარა შანსი, რომ უღირდეს მიწასთან დაბრუნება. ეს არის ძალიან სტრატეგიული საკითხი, იმიტომ რომ მას ეწოდინება, რომ ის იმ პროდუქტს, რასაც მოკრიფავს თუ რაც არის, ხო, ისა იქვე ყავს, აი იქვე არის საზღვარი, შენი სახელმწიფო შველაც არ ჭირდება, მაგრამ ბატა, ერგინეთის ბაზარი რო დაიკეტა, მაშინ დაიღუპათ ქართველი ხალხი ეკონომიკურად. მაგრამ ეგ ხო ფაქტია. ამიტომ ეს ბაზარი განთავისუფლება, კიდევ ერთხელ მე სომხებზე არავის პრეტენზია არ მაქვს. ხო იცი რუსებს აქვს რა თქვამი? Ничего личного. Только бизнес. ხო, მაგათმაც ხო ჩვეულებრივად დაიკავეს ჩვენი ადგილი, ხო, ჩვენ ეს რომ წაუქლიავეთ. ამიტომ სოფლის მეურნეობის მინისტრო ეგ საქმე იქნება მამალი. პრინციპში უკვე ჩვენი მოსაზღვრე რეგიონები ამაზე უკვე მაგრა დარბიან და მაგრა გააქვთ. კი, ახლა ესეა საჭირო და ესე გადის. და რაც თავარია რა, ქართული ბიზნესი კარგია რომ გააქტიურდა და გაერკვიოს ბოლო სად არის, ვისთან არის, როგორ არის. სხვანაირად არ გამოვა. ამიტომ მე მგონია რომ მაგ კუთხით ჩვენ წინ წავიწევით, რომ რატო იცი საშუალო ფენა მოიწევა, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, ეს საშუალო ფენა რო მოიწევა, ვინ არის საშუალო ფენა? არაბი, პაკისტანელი. ბატონო პაატა, ნახეთ რა მინდა გითხრათ. მე რეალობას რასაც ვხედავ ქვეყანაში, ორი ფენაა დარჩენილი. საშუალო ფენა არ გვაქვს. არა გვაქვს, არის ადამიანები, ვინც ვიბრძვით გადარჩენისთვის, არიან ადამიანები, ვინც ცხოვრობენ. საშუალო ფენა არ არის. აი ხვალინდელი დღეს რო არ იმუშაოს და ორი კაპიკი არ გააკეთოს, ხვალმშიერი არ დავრჩების ფიქრი რო არ ჭირდებოდეს, ეგეთი ფენა საქართველოში ფაქტიურად არ არის. არიან ძალიან მაღალი ფენა და არის დაბალი ფენა. ფინანსურ მატერიალურ გულისხმობ ხალხმა, თორე ინტელექტით ქართულს არ ვსარგდა ინტელექტი, უბრალოდ ამბობთ, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვემართა აშკარად, საიმისოთ, რომ რაღაცებს გამოვეთიშეთ და ყოველდღიური იმის გადარჩენას ვცდილობთ, რომ ხვალ რა ვჭამო. ამაზე ფიქრში ძალიან ბევრი რამე დავკარგეთ და ძალიან ბევრი რამე მიგვავიწყდა, თორე არ ვართ აქ არ გვაქვს დიდი პრობლემა. ეგლა ამიტომ კიდევ ერთხელ მომო კაია ის ჩვენ მაინც როგორ არის ეს ტრადიციულ სამყაროს ესე ვთქვათ წარმომადგენლები რაღაცა გვინდა რომ ეს LGBT არ იყოს, გვინდა რომ არაბიზაცია შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ აი აქაც უყურე ქართველი ვიღაცა ნინი უკრაინის დროშა ეხლა ეს ქართველი ეს ყოფილი ქართველია ეს მაგის ბრალი არ არის ეგ აი ესე გაიზარდა აი
რაღაცა ვიღაცა ევროკავშირის გარყვნილი დროში დადიან. ამიტომ ერთი არის რომ ჩვენ ილუზიებში ვართ რომ გამოვალთ და რაღაცას ვიზამთ. მეორე არის რეალობა. რეალობა რა არის? ლისის ტბა. რეალობა რა არის? ეკლესიის შეურაცხყოფაზე ქართველი კაცი რეაქცია არ ქონდა. ვიღაცა მამაძაღლი დვალიშვილი ჩამოვარდა და იმაზე იქ შევიკრიბოთ. ეკლესიაზე შევიკრიბოთ, შეურაცხყოფაზე კი არა, კაცო. იგივე შევიკრიბოთ ვიღაცა ჩამოსული, რავი, რაღაცა შეიგინაო, რაღაც არც მაინტერესებს, კაცო. რეალობა ვიცი, აქაც რაზე ვბრაზობ ხოლმე. მარტო ერთ მხარეს არ ვადანაშაულებ, მთავრობები და პარტიები იქნება ეს თუ მთავრობები იქნება, არ არის ქვეყნის უმრავლესობასაც საზოგადოება და რაც დავმართეთ ჩვენს თავს და ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენ არაერთხელ გვითხოვს მე და თქვენ რომ მსხვერპლს არ უნდა მიანიჭო დამნაშავის სტატუსი, ხო? ამათი ბრალი ნამდვილად არ არის. თავის დროზე მცირედზე გავჩვენდით, იქ გავჩვენდით და მე არ მაქვს აქ მარტო ქართულ ოცნებაზე ბატონო პატადა, ხოცებზე ლაპარაკი, არც ნაცებზე, აქ მთლიანი საზოგადოების პრობლემაზე მაქვს საუბარი. მე დამმართებდა ბოლო 35 წლის განმავლობაში მტერი იმაზე მეც რაც ჩვენ თავად დავმართეთ საკუთარ თავს და საკუთარ ახალგაზრდებს და ეხა თავიც არ მიკვირს ის ბავშვი თუნდაც უკრაინის დროში რო დარბის ქუჩაში არ მიკვირს თუნდაც რო გონია რომ ევროპა და ამერიკა საქართველოს ხსნა იცის არ მიკვირს თეკლა იცის არაფერი არ არის მაგრამ უკვე მიხვდი რომ ეგ გამდება არც იცოდეს და დაჯერებულიც იყოს რაღაც რაოდენობა ბატონო პაკა გაიჯერო მაგრამ ეს გაიზარდა მან ესე ჩთააგონეს ხეს გახმიო რომ ეძახო წლების განმავლობაში რომ გახმიო მაგრამ მაგანაც ხო თავის თვალით და შეიძლება ჯეროდა მაგრამ მახო არ არის კაცო თავის თვალით ხო ხედავს კაცო მაგრამ სხვა გამოსავალი ვინმე შესთავაზა უკეთეს არ უნდა ქართული ვინმე შესთავაზა ქართული შესთავაზეთ ვინმე ისინი ხო თელი 4 წელი იმაში გაატარეს ვინ უფრო დიდი ჩათლახია ევროკავშირისთვის შენ თუ მეო კაცო აი აქ მიდის ჭიდაობა გარბოდა და ერთ მხარესთან ჩაიტანდა ამბავს ის ამას აფუჭებს მეორე ჩარბოდა და მე საგიჟეთი გავიდა ანუ ეს ორივე სამყაროს წარმომადგენლები ერთმანეთს იმიტომ ჩხუბობენ არა მე უფრო კაი ლიბერალი ვარო და არა მე უფრო კაი ლიბერალი ვარო მე უფრო კარგი ქართველი ვარს გამო არ უბძოლიეთ არ უჩხუბიეთ ანუ ამ ბავშვმა რატო უნდა ჩამოხსნას ევროკავშირის დროშა თავისი პროფილიდან ვინმე ქართული შესთავაზა აუხსნა ეცადა ვინმე რომ ქართული ცივილიზაციაში დააბრუნოს ვინმე ეცადა რომ საფრთხე დაანახოს ბატა ნახეთ კომენტარში დაგიწერეს ისეთი რო არ გავცეთ პასუხი არ შეიძლება და დარწმუნებული ვარ თქვენც მოგინდათ პასუხის გაცემა თელ ერთს ბოდიში საზოგადოებასთან კითხულობ უბრალოდ კომენტარს პედერასტი გვეძახეს და არა მოსათხოვის სომხებზე უკაცრავად და შენივე ქართველი რასაც გიფუჭებს იმაზე ვინმე მოსთხოვეთ პასუხი ხალხნო ეკლესიას რო შეურაცხყოფას აყენებენ ამაზე გამოხვედით რომელი გამოხვედით ახალი წლის დღეს ვიყავით ქუჩაში თან ერთეული ადამიანები ვიყავით კი დიდი რაოდენობა ჩაანდა კადრში კი ბატონო სადღაც 8-10,000 ადამიანი იყო გამოსული ხატის შეურაცხყოფაზე ეს არის მთელი ქვეყანა მუშტებით რომ გამოცვიდით ახლა იმითასაც საუბრობ აი პიდერასტი არ ვართო ლისზე რატო არ გავარდით ახლა იქ რომ მთელი ამბავი ატეხილი თუ არ ხარ იმ კაცმა ნახა იქ რაც ხდება და მაგაზე დაგცინის და მორალზე დაგაჭირა ფეხი წინდისზე გაჭერს ფეხ და ვერ ხვდები იქ რატო არ ავარდით ძალიან მაინტერესებს ეკლა უყურე აი შენ მაინც გაბრაზ მე არ გავბრაზდი მე ამასაც მინდა გავპა ესა რომ თქვენ რუსეთუმე მაგასაც ის რა ქვია რაღაცა ნურატუ თუ რაღაც სიკვდილი ქვია მაგრამ იმას მინდა მაგან ნახე ის კი არა თქვა ეკლესიას შეურაცხყოფა რომ მივაყენეთო ეს არ თარახსენა კაცო ანუ იმდენად ჩამოშურებულები არიან ქართულ ეკლესია არ იქნება თქვენც არ იქნებით ხალხო მართლა აღარ იქნებით კაცო თქვენა მაგრამ თქვენ იმდენად ხართ უკვე რომ აი ამ როგორ გითხრა ეფშტეინურში რომ უფრო მალე მართლმადიდებლობაზე იტყვი თუ არს აი ესეთი მჯერა მწამს რა ბიჭო როგორ შეიძლება ამაზე არ გაბრაზდი რომ ვიღაცა ლიტველმა
პრიბალტიკელმა არ დგა მიგიფსა ეკლესიაზე მე კი რა უნდა ეკნა ბიჭო მართლა ხო არ რავი რა მის დედა იმაზე კი ეხლა ის კი არა თქვა კაცო როგორ კაცო შემაგინო შეგაგინა კი არა ისტორია შეგიგინა კაცო 1700 წლიანი რელიგიაზე მიგიფსა იცი რა არის ამოიღო და მიაფსა ამაზე ხმა კი არ ამოიღო მაგალითად კი არ მომიყვანა კაცო ეს არ მოიყვანა მაგალითად ახლა იმას მინდა უთხრა თქვენაო რუსაურად რაღაცა სიტყვები რო აქვს გამოგონილი თქვენ რომ მოშორდებითო ბიჭო აი მაგუბედოს ან საქართველოში არ ცხოვრობს და ევროპაში სოდომიზმში ცხოვრობს და წარმოდგენაც არ აქვს რას ამბობს აი მოდი მაგის ვერსიას გავყვეთ და აი გადავჯიშ აი გავიქეთით საქართველოსთან აი მაგათ წარმოსახვა როგორც არის აი გავიქეთით საქართველოსთან ყველა ეგენი ეხლა ვეკითხები მაგათ ვისთან რჩები აქ ფიზიკურად ვისთან რჩები ვინ არის ის ვისთანაც უნდა დარჩე არაბთან პაკისტანელთან ხონდა დარჩე ვიღაცასთან ანუ მე შენ ჭკვალზე ვარ მე იმ რაც არ უნდა მე არ გეთახმებოდი ის ნახდა არ მინდა რომ ბიჭო შენ აქედან წახვიდე კაცო იმიტომ რომ ვიღაცასთან ხონდა დარჩე ქვეყანაში ეგ იმ დონეზე მივედი დემოგრაფიულად რომ ბიჭო მაგის თქვის საშუალებაც აღარ მაქვს რომ გითხრა რომ დავაი დააწექი შენ ევროპაში არა კაცო შენ დააწექ ვიღაცასთან დარჩე თუ ვიღაცასთან ხონდა დარჩე დავჩებით ირანთან, პაკისტანთან, ბანგლადეშელთან და ასე შემდეგ და ინდუსთან ერთად. მაგ ყოველთვის ამას ვამბობ, ნახეთ, მე არ მაქვს ეროვნებებზე პრობლემა, ეს ადამიანები ღმერთმა ამრავლად თողონ თავიანთ ქვეყანაში, მე არ მაქვს ამის პრობლემა და არ ვარ ის კატეგორია, რომ დაინახავს ზიზღი დავიწყო, აიმე ფუ და აიმე ან გადაშენდით და ან რაღაცა წყევლო, არა ბატონო პატა. სტუმრად ჩამოვიდეს ნებისმიერი ჩემს ქვეყანაში. უყურე, რატომ ვიცი? აი, რაც არ უნდა ბიჭო მე ვერ მიტანდი კაი რავი რაღაცა რო იყოს ბიჭო მაინც შენი ქართული გაგიტანს რა კაია ცუდია ბიჭო რავი მაინც რავი შენი გასატანია აქ ერთი გონირული კომენტარიც დაიწერა ბატონო პაატა რომ დვალიშვილს იქნებს დავალებაც კი ჰქონდაო კავკასიაში რაღაცა პროცესების აფიჩილების წამოსაწყებათო და ეს კონფლიქტი შესაძლოა მაგიტომაც მოხდაო და არც არაფერია გამორიცხული ხალხნო იმიტომ რომ სპორტიდან დაწყებული კულტურა ხელოვნება ყველაფერში ყველგან პოლიტიკაა ჩაკვეხებული მსოფლიოში ეს მარტო საქართველოს მოცემულობა არ არის და მარტო ქართველებს მაგას მაინც უნდა დავაბრალეთ რაც გჭირს და რაც დასაბრალებელი არ გვაქვს ისიც გვეყოფა უბედურებად და ახლა ძალით უნდა დავიბრალეთ მხოლოდ ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში სოფლიო პოლიტიკა კულტურა იქნება, სპორტი იქნება, ყველგან შეაღწია და თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია ყველაფერი ფაქტია, ეს სოფლიო პოლიტიკის პროცესია და მარტო ქართველებს აღჭირს. ბიჭო, მაგრამ ერთი რამეც არის, ეხლა ბიჭო, საერთოდ მაგ სპორტს, ეხლა მე გითხრა რომ ძალიან ყურადღებას ვაქცევ, არ ვაქცევ. მაგრამ საერთოდ მაგ სპორტს ახასიათებს ეგეთი რაღაცები, პრეს კონფერენცია აქ ერთმანეთს მუშტებს ურტყავენ რაღაცა მე ერთმანეთს ესე მიდგებიან რაღაცა რავი შეულებრივი შოუთ მიმაჩნიათ ახლა ნუ მაგრამ აქ გაჯიგიტდნენ ბიჭო ქართლში აგინაო კაცო ბიჭო რავი შუა ქუჩაში ქართველი საერთოდ გიცემეს კაცო კი არ შეაგინეს წაიგდეს წიხლის ქვეშ კაცო კაფეები გაქვთ საქართველოში თბილისში კაფეები გაქვთ ქართველ კაცებს არ გიშვებენ კაცო ბიჭო ამაზე არ ხელებდებით თქვენ შობელს აღლებოთ და იმაზე აღებდით კაცო რავი გაგიმარჯვეთ თუმცა წადი მე რაკას მიდიხარ რა TikTok-ში კაცო წადი მოკიდე ხმალს ხელი და შეუვარდე იქ კაცო აქ არიან რომ ახალი სპორტ სასახლეში და დავიდე იხმალავე კაცო მე რას მიწერა აქა კარგი ბატონო პატა მაგის ხმალოთ კიდე ისედაც ქვეყნის არიან იქ მწვენილები და სამშობლოს დაცვით რო გულზე ჯიხს იცემენ ყველაზემში აი აღარ მინდა მე წიენს კაცო ყველაზემში შარაებით ჩამოყალიბდა ყველაზემში შარაერად კაცო ამ ხმაურით უნდა თუ თავისი შიში გადაფარონ რა თუ სიმართლე გაინტერესებს აგერ გუშინში ბლად LGBT-ის მოგიტყის იმაზე არ გაგიჟებულხარ ეხლა გახარ და ვიტა ქართულები იქ რა მოხდა ლისიტმაზე რა იყო ქართული მრავალჟამიერი იყო ეგ რა ბიჭო აი იმიტომ მინდა რა თეკლა
აღარ მინდა მეთქი რომ არა ვარ კაცო მე ნუ მიყურებთ მე ნუ მიყურებთ თქვენი სამყაროს წარმომადგენელთა არა ვარ მეთქი კაცო მართლა არა ვარ თქო მე ესე მიმაჩნია რომ მე ვარ ქართველი და თქვენ ხართ ყოფილი ქართველები რა არის გაუგებარი ჩემ შემთხვევაში ჩემი თაობი აი ჩემ შემთხვევაში ეს რომ მომხდარიყო თბილისი დაინგრეოდა მეთქი გეუბნებით და რუსებს დაჭირდებოდა 8 პოლკის გამოყვანა ეხლა დაგვაძინეთ ბატონო მთელი ხაზი აღარ დარჩა ბატონო განებეთ თავი განებეთ ამიტომ და ეხლა ნოდარ მელადეს მეუბნები არიწვალო შეშობელ ზაღლო კაცო აგვისტოს ბოლოს კრასნა ლიმანი და ეს უნდა გიქნიო ხელი ნოდარჩიკ პრივეტ კომანდირ მე უვარდება ხოლმე იმას რა ბატონო მე აი მონაკვეთს აუცილებლად ამოვჭრი და ჩავიგდებ გალებელი რა და შავუგდებ აუცილებლად ვარი წელს და სად 2 საათიან ლაივში რომ დაეძებოს მონაკვეთები და ვიზრუნებ პარემ ძალიან დიდი მადლობა ბატონო პატა საინტერესო საუბრისთვის მონატრებული გყავდით აუდიტორიას აშკარად რაც სოციალებში ანონსებზე კომენტარებში იწერებოდა ეგ ერთია და მესენჯერი ხო გადამევსო TikTok-ის იქნება Facebook-ის იქნება როდის ჩამოვა ხალხნო არ ვიცით რომ ჩამოვა ყველა ერთად ნახავთ მეუბნები ხავს იქეთ რა როდის ჩამოვა კეკლა ტიპი წერს უყურე ეს კაცი რუსიაო და სახელი არ გაინტერესებს ეგ სუცოტა ხო ქართველმა უნდა დაწეროს ქართულ არ უნდა ეწეროს მამლუქი არ უნდა ეწეროს გიორგი სააკაძე ისიც რაღაცას ოწოს რეალ ой აი თავი წეგავს ბატონო პატა დროებით გემშვიდობებით და მაყურებელთან ორი წავით დავრჩები რომ უთხრა ეს საღამოს კიდევ მოქვს ლაივი მადლობა ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს აქტიურობისთვის, კომენტარებისთვის, დახმარება ის რომ ლაიქებით შევძელით, გადავლახეთ რეპორტი და არ გაითიშა ლაივი. რეალურად ბევრი იყო შემოვარდნილი იმისთვის რომ დაერეპორტებინა გვერდი და კი ალტერნატიული TikTok-იც მაქვს თუ რამე დაუშვათ მომდენო ლაივზე იქიდან ჩავერთვები, მაგრამ რატო როდესაც შეიძლება ამ გვერდის გადარჩენა და მაყურებელი აქ ელოდება ხოლმე ლაივებს. ამიტომ თქვენი მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის. დამეხმარეთ აშკარად გადავლახეთ ეს ყველაფერი. რამოდენიმე სიტყვით მინდა ბატონ პატასაც მადლობა ვუთხრა იმ სიტყვებისთვის რაც გვითხრა და რეალურად მე იმ ნაწილში ვეთანხმები რომ როდესაც ერთმანეთთან შპილკაობთ, ჩხუბობთ, დააობთ ეროვნული ფლანგი და ამ დროს საზოგადოება ნიჰილივში მარდება კი ბატონო მართალია, უბრალოდ მე ვთვლი რომ ჩემი უპასუხობა როცა საჯაროდ ჩანვარ 24/7-ზე და ვცდილობ მაყურებელს ზუსტი ინფორმაცია მივაწოდო და საზოგადოებას გავაგებინო რა ხდება რეალურად ქვეყანაში და ამ დროს ვიღაც ცდილობს გამარგინალებას ამ ადამიანის და არასწორი ფორმით წარმოჩინებას და დაათრევს ფოტოებს აქეთ-იქეთ და რაღაც ზღაპრუშეთ ზღაპრებს არცელებს ერთი პასუხი საჭირო იყო აუცილებლად იმიტომ რომ ნახეთ 40,000 გამომწერი მყავს თუნდაც Facebook-ზე. აქ 16,000-ზე მეტი. როდესაც ხედავ რომ ადამიანს ესე აშავებენ და ურტყამენ და ის შუმად ახმას არიღებს, შესაძლოა კითხვა ერთსაც რომ ეჭვი შეეპაროს, რომ აი მგაც რატო არიღებს ეს გოგო ხმას, იქნებ მართალი არ არის რაღაცაში და მაგიტოა ჩუმად. მე ეს ერთი ადამიანის მიღირსა იმისოდ რომ მე ერთი საჯარო პოსტით პასუხი გამეცა ამ ყველაფერზე და გავეცი კიდეც. არაერთხელ მთხოვა ბატონო პატამად შვილო, ცოტა მაღლა დადექე ამ ყველაფერზე და არ გინდა. და ძალიან ბევრჯერ გავჩუმდი, ძალიან ბევრჯერ არ ამოვიღე ხმა, მაგრამ ერთი სულიად საკმარისი იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ იმ ერთსეც კი შეგიძლიათ გადაავალოთ Facebook-ზე თვალი რა ამბავი ატეხილი, შეომიყარეს მანდაც ხალხი და ის ვინც თუნდაც შუაში სტურად წერს ამ შვიდობის ტრედად მევლინება, მე ყველას დაბლოკილი ვყავარ და დაბლოკილზე იქეთ ავრცელებენ სასწაულ რაღაცებს და ალტერნატიული Facebook-ით რო შევდივარ, იქ ვნახულობ, რომ ანალოგიურ თუ კი შუაში ხარ, მშვიდობის ტრედი ხარ, თუ კი გინდა რომ ეს ყველაფერი ლამაზად და კოხტად დაალაგდეს, მე რომ მიწერ და მომიწოდებ, მაშინ ალტერნატიულად იქით ამ ხარისაც ანალოგიური და დაწერო და იქ გულები, ლაიქები და მოწონებები ვნახე მათი იმ ადამიანების. ანუ იმასაც უწონებ, ამასაც უწონებ სათხარ, გამარკვიე ხო? მაგრამ იქ უკვე აღარ მაინტერესებს, რომ თავარი ჩემი სათქმელი საჩემს მაყურებელს და აუდიტორიას მივაწოდე და ვთქვი ჩემი სიტყვა, რომ ხალხო, თავი დამანებით, მე საქმე მაქვს აკეთებელი. საქმეს როცა ვაკეთებ, ხელი მეშლება, როდესაც ვერ მოვითმენდი ბატონო შავა ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემი არასრულოვანი შვილი უყურებს ამ ყველაფერს და ამ სამშობლოს გადარჩენა თუ მინდა, მე აქამდე ჩემეძლო ნებისმიერ დროს საქართველოსთან გავქცეულიყავ, მე მინდა ჩემი შვილი აქ გაიზარდოს. მე მინდა აქ ქართულად გაიზარდოს და აქ ქართული უნდა იყოს ყველაფერი.
და ეს თუ არ იქნება და ჩემი შვილის სულს თუ მომიწამლავ იმის ძახილით რომ შენი დედა მოღალატეა და თან მithumetes ლესბოსელის ფოტო გააკეთოს თქოს ლესბოსელი ვარ და ეს გააბრძელეს თან AI-ის მადლი შეეციოს ამ ხალხს მე არ ვიცი და არის რამოდენიმე სულიერი მოძღვარი რომელიც ამ ყველაფერს უწყონებს ხალხი რომელიც პროტეზიან ხალხს დასცინის და ისეთ ამორალურობას იწონებს და იცინის და მოსწონს მოძღვარს ეს ჩემთვის მიუღებელია არ ვიცი რა ვთქვა არ ვიცი და რო არ მეთქვა ჩემი სათქმელი ჩემი მაყურებლისთვის და საზოგადოებისთვის ერთი სიტყვით მაინც ამაზე განცხადება არ გამეკეთებინა ვერც მოვისვენებდი სიმართლე რო გითხრათ იმიტომ რომ ამას ჩემი არასოწლოვანი შვილი უყურებს და როცა სიცოცხლე წამებენ და ამ დროს არგუმენტად მტკიცებულებად აღარაფერი რჩებათ მოღალატე მეძახეს ვერაფერი ვერ დადეს მტკიცებულება ამდენი თვის განმავლობაში რომ მე ვინმეს უღალატე და ვერ დადებენ იდეაში ვერად მე იდეას ცხოვრებაში არ უღალატებ მირჩევნია ცოცხალი არ ვიყო ვიდრე იდეას უღალატო მაგრამ მე ბელადომანი არ მჭირს კონკრეტულ პირებს არ ვახმერთებ და მე იდეას არ უღალატებ არასდროს და ბელადომანია ვისაც ჭირს გადამილოცნია ხალხმა მე ხო ძალით არავის არ ვაკავებ ჩემთან იმიტომ რომ მე სკამისთვის არ ვიბრძოლე არასდროს არ ვიბრძოლებ როდესაც მე დამინახავთ სადმე პოლიტიკური მიზნებისთვის სკამისთვის ვიბრძოლე მაშინ გამახსენეთ ეს სიტყვები რომ უკაცრავად შენ ამას არ იძახდი მე ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძოლე და ჩემი შვილის მომავლისთვის რომ კარგი, ნორმალური, ის რაც წინა თაობებს დაგვიტოვეს მწარე მემკვიდრეობად, ჩემი შვილის თაობას რო არ დარჩეს ესეთი ძალიან ცუდი და ბევრად უფრო მძიმე მემკვიდრეობა ვიდრე ჩემ თაობას დახვდა. ჩვენის თაობა ვართ ვინც ომებიც ნახა, ისიც არ მინდა ჩემი შვილის თაობა მეს ნახოს ხალხო და ხა დედას რო დაუძიძგნია და უკორტნი 15 წლის გოგოს და ამას უყურებს ის და ხან მოღალატეს უწოდებ ხან რას და ღალატის ფაქტი ვერ დაუდე, კაი ბატონო თვენახევარი 2 თვე 3 თვე და ამ დროს ადგები და გამოუქვეყნებ AI-ით ხელოვნური ინტელექტით გაკეთებულ ფოტოს რო თითქოს დედამისი LGBT-ს წარმომადგენელი და ლესბიანკა სამარცხვინოა. თანაც კაცები აკეთებენ. ეს არის უბედურება. კონსერვატიზმის სახელით და იდეით შეფუთული მამაკაცი რო ამას იკადრებს, აქ მორალზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი და არ ვიცი, რა გითხრათ, აღარ ვიცი. ზოგმა პასუხის გაცემისთვისაც დავამონათა. რატოს ცემ პასუხს? ის ერთი კაციც მიიღებს, რომ არ დაიჯეროს ესეთი სიბინძურე და ნახოს რომ მე ამასეთ რაღაცაზე ადეკვატური რეაგირება მაქვს, თორემ მეტი კი არაფერი. პარიზი რო გაძერიათ. ჯერ საქართველოში ვართ ეს ერთი. მერე მეორე აქ კონკრეტული ვინმე ვახსენე გადაავლე ცოცხლებს თვალი და რა ფოტოები აქვს კაცებს და ვითომ ვაშკაცებს გაზიარებული და რას იწონებენ ნახეთ რატო დაგბლოკავ რატო გგონიათ მე უზრდელობ აი ნახეთ აი ხარ თქვენი უბედურება ეხლა რაც წერთ სანამ ბილდსიტყვაობაზე არ გადადის ჩემთან ადამიანი არც Facebook-ზე, არც YouTube-ზე, არც TikTok-ში, არავის არ ბლოკავ. გადაავლეთ თვალი დღევანდელ პოსტს, შემსაც როგორ მძიძგნიან 300-მდე კომენტარია, ერთიც არ წამიშლია. მე კრიტიკა არ მიკვირს და არ მიჭირს კრიტიკის მიღება. მე უზრდელობას ვერ პატიობ ვერავის. და ცილის წამებაზე რეაქცია მაქვს. რატო დაგბლოკავ? რატო გონია რომ დაგბლოკავ? იმიტომ რომ იმ ხარეს კითხვებს რო დავუსვავ, კითხვებისთვის დაგბლოკავენ და ალბათ მაგიტო გაქვთ ეგეთი დამოკიდებულება, რომ მე კითხვის გამო დაგბლოკავთ. არა, არც მაგას არ ვამბობ, რომ არა ადამიანი, არც მაგას არ ვიკადრებ. უბრალოდ მორალი გამოცლილი აქვს და სირცხვილია ეგეთი კაცი ერქვას. კონსერვატიზმი იდეაში მოიაზრებს იმას, რომ ქართველს რაც შეგშვენის, ქართულ სულს რაც შენსვენის, ქალის პატივისცემა იქნება ეს, სამშობლოს სიყვარული, შვილის პატივისცემა, ყველასთან თავისი დოზის და ფორმის პატივისცემის გამოხატვა. ქალს არარეალური შეუქმნა, რაც არ არსებობს სამყაროში და ამით სცადო მისი გასვრა და კაცი გერქვას ამ დროს და ამას ფოტოებს ატრიალებდეს სხვადასხვა გვერდებს და თან არაერთია ეგეთი. ერთი არ არის ხალხო, ამიტომ გამწარდი. ერთ ადამიანს არ გავცემდი პასუხს. ერთს არ გავცემდი პასუხს. მიხვდით რას ვიძახი? თორე ჩემთან დაბლოკვით, არ დაიბლოკებეთ, იმიტომ რომ რაღაცაზე შეიძლება არ მოგეწონათ ჩემი პოზიცია და გამაკრიტიკოთ. ნახეთ ჩემი გვერდები. ვინც მაკრიტიკებს იმათ ყველას ვტოვებ კომენტარებს არ უშლი შეურაც მყოფელს ჩემ მიმართ ან სტუმრის მიმართ შეურაც მყოფელს ვინც დამიწერს მხოლოდ იმას ვშლი თან დავმუთავ ხოლმე TikTok-ზე არ ბლოკავ რომ შემდგომ ლაივზე შეძლოს შემოსვლა რომ იქნება მოსმენა უნდოდეს